გამარჯობა, რადიო თავისუფლებას უყურებთ და შესაძლოა მოусმინოთ. მე უკვე ჩანაწერს Spotify-ზე. მე ვარ ნასტასია არაპული, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ეს არის პოდკასტი 21.50 და დღეს ჩემი სტუმარია შალვა ლომიძე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ორგანიზაცია GeoCase-ის მრჩეველი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში. დიდი მადლობა, ბატონო შალვა. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. მოკლე კითხვით დავიწყებ, ყოფილი მზვერავები და აგენტები არსებობენ თუ არა? ალბათ კი. თქვენ ხართ ესეთი? ამბობენ. ხო, ესე გამოთქვეს ვარაუდი რომ ანონსი რომ გავაკეთეთ თქვენი რომ ხო იცით რომ ყოფილი მზვერავები არ არსებობენ. არსებობენ. ფიცი რომელსაც მზვერავიდებს მთავრდება ეგრევე მსახურები საქართველოს, ცოცხლობს საქართველოსთვის. და მე როცა ანებებ სამსახურს ისევ ფიცით საქართველოს სამსახურში ყოფნას. იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც გაძლევს სახელმწიფო და ქვეყანა. კეთილი. მე მოკლედ ჩვენი აუდიტორიისთვის მოვყვები დაზვერვის სამსახურის ბოლო ცვლილებებს. 2024 წლის 14 თებერვალს თქვენ გქონდათ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სადაც მას გააცანით იმ წლის გეგმები, პრიორიტეტები, საფრთხეები და ასე შემდეგ. საქმიანი შეხვედრა, ეს პრეს-რელიზი გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ და ამ შეხვედრიდან მალევე ორ თვეში 2024 წლის 4 აპრილს, თუ სწორად მახსოვს, მე მგონი 4 იყო. მან მოაწერა ხელი თქვენი გადადგომის ბრძანებას და მეორე დღეს დანიშნა დაზვერვის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც გახდა ირაკლი ბერაია. თქვენ მსგავსი კარიერული გზა გქონდათ დაახლოებით, ან ორივე მუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, უსაფრთხოების სამსახურშიც და იმ დობის ჯგუფში პარლამენტში, სადაც თქვენ მიდიოდით ხოლმე, ის იყო ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ხვდებოდით და წარუდგენდით იმ ანგარიშებს, რომელიც საზოგადოებისთვის როგორც წესი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის ხოლმე დახურული და ჩვენ არ ვიცით რა წერია ამ დოკუმენტებში. ეს არის ოფიციალური ვერსია, რაც ვიცით, მაგრამ არ ვიცით შეხვედრაზე რაიმე საკითხებზე იყო თუ არა უკმაყოფილება ამ შეხვედრაზე გადაწყდა თუ არა, რომ თქვენ აღარ იქნებოდით ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. მე მესმის, რომ ეს ისეთი სფეროა, რომ ბევრ რამეს არ იტყვით, მაგრამ ვეცდები, რომ რაც შეიძლება მეტი რამე თქვათ იქიდან, რისი თქმაც შეიძლება. აი, რა შეგიძლიათ გითხრათ ამ ცვლილებებზე? დავიწყოთ შემდეგით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველი წლის დასაწყისში შეხვდეს მთავრობის მეთაურს, გაუზიაროს ინფორმაცია წლის განმავლობაში სამსახურის მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ და ასევე გაუზიაროს მიმდინარე წელს, ანუ შეხვედრის ჩატარების წელს, დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რა ტიპის რეფორმებს ახორციელებს, როგორია ხედვა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატები, ცალკეული სენსიტიური ოპერაციების მიმდინარეობა, რისკები, გამოწვევები. ზოგადად საუბარი წარიმართება ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ახალი კადრების მოძიებასთან, ანუ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დაკავშირებული არის სამსახურის შემდგომ განვითარებასთან, ან კონკრეტულ იმ მომენტში არსებულ სამსახურში არსებულ სიახლეებთან ან სირთულეებთან. თქვენ ახსენეთ 2024 წლის თებერვლის შეხვედრად, ეს შეხვედრა იყო სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო, ზოგადად საკმაოდ ასე ვთქვათ, პროდუქტიული. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, როდესაც ჩვენ გავიარეთ ის შევასრულეთ ის ამოცანები, რაზედაც რამოდენიმე წუთის წინ ვისაუბრე, ასევე დავსახეთ გეგმები, შევიმუშავეთ სამსახურის ხელმძღვანელსა და პრემიერ-მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, რა ტიპის ახალი სტანდარტები უნდა ყოფილიყო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდარიყო პრემიერ-მინისტრის ან სხვა სახელმწიფო უწყებების რომლებიც უსაფრთხოების და დაზვერვის საკითხებით არიან დაინტერესებული ინფორმირება და ასე შემდეგ. ასევე დავსახეთ სამსახურის სამომავლო განვითარების გეგმები, ხედვები, მან მე მომისმინა საკმაოდ ყურადღებით და ასე ვთქვათ, ხარდაჭერა გამოუცხადა სამსახურის შემდგომი განვითარების ნაწილში და საკითხში. ანუ ეს იყო რუტინული შეხვედრა, რომელიც მშვიდად დამთავრდა. საქმიანი შეხვედრა, ვინაიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ის იყო, თქვათ, ახალი გადმოსული, შესაბამისად მე მას გაუზიარა ყველაფერი იმის შესახებ, რაც კი იმ კონკრეტულ მომენტში დაზვერვის სამსახურში მიმდინარეობდა, როგორი ხედვები ჰქონდა და ასე სტრატეგია, ჩვენი სამსახურის 2024 წლის სტრატეგია. ანუ ამ დღეს და შემდეგ დღეებში არაფერი მოესწავებდა იმას, რომ თქვენ ცოტა ხანში ამ პოზიციაზე აღარ იქნებოდით. ნამდვილად არა. მაშინ როგორ მოხდა, რომ ორ თვეში თქვენ შეიცვალეთ? შემდგომში გაგრძელდა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა საკმაოდ ინტენსიური, მოგეხსენებათ
შავი ზღვის რეგიონში საკმაოდ ბევრი საინტერესო გლობალური პროცესები მიმდინარეობდა და ცალკეულ ნაწილზე დაზვერვის სამსახური იყო პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე, სახელმწიფო უწყებების წინაშე, კონკრეტულად ეს ეხებოდა რუსეთ-უკრაინის ომს, მაგალითად შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ხდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირება, იყო რამოდენიმე საერთაშორისო ვიზიტი. ამ საერთაშორისო ვიზიტების შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეხვედრისა და შეხვედრის შემდგომ ზოგადად იყო რაღაც საკითხები, დეტალებში ვერ წავალ, რომელიც არ მოდიოდა ახალი სამთავრობის მეთაურის ხედვებთან დაკავშირებით და შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან წასვლის შესახებ. ანუ ეს თქვათ რა საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა თქვენი და პრემიერის მხრიდან არ შეგიძლიათ თქვათ, ხო? აი ზოგადად მაინც თქვათ ეს იყო პროექტები, ეს იყო არეალი, რომელსაც ფარავდით, ეს იყო პრიორიტეტები, რომელიც ძირითადად ეს საკითხი შეეხებოდა სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის თემატიკას. ანუ მას არ მოწონდა რიგი პროექტები, არა, არ მოწონდას ვერ ვიტყვი, გარკვეულწილად საუბარი იყო, რომ გარკვეული ტიპის პროექტები, ასე ვთქვათ, გადახედვა საჭიროებდა და მე ამ პროცესში მონაწილეობას არ ჩავთვალე საჭიროდ სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე. ეს იყო პროექტები, რომელსაც ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდით, დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებდა თუ რაიმე ახალი, რომელსაც იწყებდით. ეს იყო პროექტები, რომელიც დაკავშირებული იყო ამ სამსახურის სტრატეგიულ განვითარებასთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში. და რა სახის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი? თუ ეს არ შეგიძლიათ თქვათ. თავში ვიკავებ მაგ საკითხს. საინტერესო პროექტი იყო სხვათა შორის, ეს შემიძლია გითხრათ. თქვენ ის გამონაკლისი იყავით ამ სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, რომელიც მე მგონი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც და მერეც საუბრობდით იმაზე, რომ საჯაროობა არის მნიშვნელოვანი, ხო, ამ სამსახურისთვის, იმიტომ რომ საზოგადოება იმის ერთის მხრივ ასაკეთებს ეს სამსახური და მეორე მხრივ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება იყოს, ხო? ამიტომ იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ კითხვაზე ცოტა მეტ ღია პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ ესეც მე მგონია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ამ პოდკასტშიც და სხვა ფორმატებშიც ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე შეჩერებულ საერთაშორისო თანამშრომლობებზე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში გვაქვს ინფორმაცია რიგი პროექტები შეჩერდა და ეს რთული გამოცანაც არ არის პრინციპში, იმიტომ რომ ევროკავშირთან შეჩერებული ასოცირების პროცესის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაწყვეტილი პარტნიორობის ფარგლებში ლოგიკურიც არის, რომ რაღაცეებს შეიძლება საფრთხე დამუკრებოდა, მაგრამ აი ოდნავ მაინც თუ შეიძლება იმისი თქმა, რა საფრთხეების უკეთ არიდება შეგვეძლო, ამიტომ კიდე ერთხელ დავიწყოთ საჯაროების ნაწილში. ჩემი სუბიექტური პოზიციაა და ეს ზოგადად დასავლურ სამყაროში აპრობირებული მეთოდია, რომ სადაზღვევო ორგანიზაციები, მათ შორის უსაფრთხოების ორგანიზაციები გარკვეულწილად ახდენენ შესაძლებლობების ფარგლებში საზოგადოების ინფორმირებას. ამის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ეს არის დახურული შეხვედრები, საექსპერტო თანამშრომლობა, ახალგაზრდაობასთან კოოპერაცია, სპეციალური ბუკლეტები, რომელიც რიგდება საექსპერტო წრეებში და ისინი მათ თუ არ ვეხები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობას, კანონმდებლობის დონეზე არსებულ თანამშრომლობას და ვალდებულებას ამ ინფორმაციის გაზიარებისა და ვთვლი, რომ ქართული საზოგადოება მით უმეტეს ეხლა იმსახურებს იმის ცოდნას თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა, რა იყო, რა მდგომარეობაში ვართ დღეს და რა ტიპის, ასე ვთქვათ, ცუდი პერსპექტივა შეიძლება არსებობდეს. ვინაიდან სპეცსამსახურები ვართ, ზოგადად ორიენტირებული ვართ ასე ნეგატიური ინფორმაციაზე, ვინაიდან ეს არის ჩვენი კვლევის საგანი. შესაბამისად, მაშინ, როდესაც მე გახდით ამ სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ფორმატები არსებობდა ორგანიზაციაში შიგნით. ჩვენ გვქონდა დახურული ტიპის შეხვედრები საექსპერტო წრეებთან, ხვდებოდით ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ დაზვერვის და უსაფრთხოების საკითხებით, მათთან კოოპერაცია იყო ასე თქვა სტაბილური და პროგრესირებადი. ასევე საპარლამენტო თანამშრომლობა იყო ბრწყინვალე, პირდაპირ გეტყვით და ეს გულისხმობთ დობის ჯგუფთან შეხვედრას. არა მხოლოდ დობის ჯგუფს, ეს იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობა, დობის ჯგუფთან თანამშრომლობა, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან თანამშრომლობა, ასევე ევროინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობა და პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-სპიკერებთან თანამშრომლობა. ეს ის ადრესატებია და ეს ის ასე ვთქვათ, საპარლამენტო ჯგუფებია, რომელთანაც დაზვერვის სამსახური კვირაში ორჯერ აგზავნი და სენსიტიური, ასე ვთქვათ, კონფიდენციალური ინფორმაციას იმ კონკრეტულ მომენტში ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა თუ სირთულეების და ჩვენი ანალიზის შესახებ
პარალელურად აღმასრულებელ უწყებაში ჩვენ თანამშრომლობთ ბუნებრივია პრემიერ-მინისტრთან, მის აპარატთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დანაყოფთან იყო ჩვენი თანამშრომლობა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ანალიზი ჰქონდათ აღნიშნული დანაყოფის წარმომადგენლებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და თუ რაიმე კონკრეტული საკითხი იყო, რომელიც კონკრეტული სხვა სახელმწიფო უწყების კომპეტენციას წარმოადგენდა, მათი შესწავლისაგანი იყო, ჩვენ მათაც უზიარებდით ამ ინფორმაციას. აი ეს ინფორმაცია, რომელსაც თქვათ პარლამენტს აწვდიდით კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ხო? ეს იყო მუდმივად განახლებადი ინფორმაცია თუ განგრძობითი, ანუ ერთი ისტორიის ან ოპერაციის გაგრძელებები თუ კონკრეტულ მომენტში როგორი გავითარება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ასე თქვა, შავი ზღვის რეგიონში ამ ბოლო წლების განმავლობაში იმდენად საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა, ზოგი რიგი საკითხები იყო განგრძობითი, რაღაცა თქვა ლოგიკურ დასასრულისკენ რომ მიდიოდა, იყო რაღაცა სიახლეები, არა მარტო რაღაცა განსაკუთრებულად საინტერესო თემატიკა, მათ შორის ამ საინფორმაციო ნაკადში იყო, მათ შორის ჩვენი მეგობრების მიერ ჩვენთვის გაზიარებული გარკვეული ტიპის ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი სახელმწიფოს დაინტერესების საკითხს, სფეროს და ამ მიმართულებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ არსებით დახმარებას გვიწევდნენ. ხო, ეს მეგობრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მე მგონი განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენაირ პატარა ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ და მათი დაზვერვის სამსახურებს. ეს ინფორმაციის გაცვლა გამოცვლად საფრთხის ქვეშ დგება ჩვენ საგარეო ლოგიკურია, თუ ჩვენ გავწყვეტთ ან შევასუსტებთ დასავლურ ორგანიზაციებთან, სადაზვერვო ორგანიზაციებთან, უსაფრთხოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ჩვენ რომც ძალიან გვინდოდეს, მათი პოზიცია იქნება ძალიან ასე ვთქვათ, თავშეკავებული პოზიცია, რომ გაგვიზიარონ გარკვეული ტიპის ინფორმაცია. სადაზვერვო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის ნაწილი სახელმწიფოებს შორის არსებული თანამშრომლობისა. თუ სახელმწიფოებს შორის არსებული თანამშრომლობა არის ბუნდოვანი და არ არის აკლია სიცხადე, შესაბამისად ეს აისახება ამ მიმართულებითაც. აისახება თუ უკვე ასახულია, თქვენ კი აღარ ხართ ამ სამსახურის ხელმძღვანელი, მაგრამ თუ ფორმულას მივყვებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე შესაძლოა ასახული იყოს, თუმცა მე ამ ნაწილთან შემხებლობაში არა ვარ და შესაბამისად გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, თუმცა ლოგიკურად წარსული გამოცდილების გათვალისწინებით შემიძლია სუბიექტური პოზიცია დავაფიქსირო, რომ დიდი ალბათობით დღეს გარკვეულწილად ეს პროცესი იქნება შენელებული. აი ეს იქნება შენელება თუ შეწყვეტა, ანუ ეტაპობრივი დამოკიდებულია როგორ განვითარდება შემდგომში აი რაც უკვე ვიცით, სადაც უკვე ვართ ამ წერტილში. შეწყვეტა შეიძლება იყოს რიგ სახელმწიფოებთან მიმართებაში, მაგრამ ალბათ დიდწილად იქნება შენელებული. მე ისევ დაუბრუნდები ოფიციალურ ცნობებს. მას შემდეგ, რაც თქვენ აღარ იყავით დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, 2024 წლის 19 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ დაზვერვის სამსახურს, იმიტომ რომ აღინიშნებოდა პროფესიული დღე. კი ბატონო. და 10 ადამიანი დაჯილდოვდა. მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ ზვერავებს პროფესიული ერთგულებისთვის სამსახურისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის და თქვა ესეთი რამე. დაზვერვის სამსახური ჩამოყალიბდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუციად, რომლის როლიც განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის სამშობლოს უსაფრთხოებაში. და მე თქვა, რომ როდესაც ჯერ კიდევ ოკუპირებულია საქართველოს ისტორიული რეგიონები, როდესაც ევროპის შუაგულში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, აქ იგულისხმება უკრაინა-რუსეთი, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება, აქ როგორც ჩანს ისრაელზე ლაპარაკი და საფრთხის წინაშე დგას ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ეროვნული ფასეულობები. ქართული სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობის უზრუნველყოფა და ამავდროულად ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებაო. ყველაფერი გასაგებია ჩემთვის, გარდა იმისა, დაზვერვის სამსახურმა შეიძლება გააკეთოს მრავალსაუკუნოვანი ეროვნული ფასეულობების დასაცავად. კარგი კითხვაა. მე გეტყვით დაზვერვის სამსახური რას აკეთებს ზოგადად? ესე იგი მისი ამოცანა არის ეს იყო თქვენი თასკების ერთ-ერთი ნაწილი, ამოცანების, რომ დაგეცვათ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ფასეულობები. ალბათ ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც იგულისხმებოდა მაგ ნაწილში, ალბათ. თქვენ დროს არ იყო ესეთი მოთხოვნა, რომ ეროვნული ფასეულობები. ჩვენ დროს ამოცანა იყო, რომ ჩვენ გვემუშავა და იყო და დღეს იმედია დღესაც არის, რომ გვემუშავა საგარეო საფრთხების გამოვლენაზე,
მათ პრევენციაზე, შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე, რათა ეს საფრთხები არ ასახულიყო ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საფრთხეებაზე. პლუს აქტიურად გვემუშავა ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით და ამაში ჩართული იყო სხვა სახელმწიფო უწყებები, არაღიარების პოლიტიკის ხარდაჭერა იყო ჩვენი ამოცანა, იყო და არის, იმედი მაქვს, ასევე იყო საუბარი საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით, გარკვეული ტიპის ინფორმაციების მოპოვებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმ სახელმწიფო კომისიის, დაზვერვის სამსახური არის იმ სახელმწიფო კომისიის წევრი, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმის გამოწვევებს და საფრთხეებს იკვლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად. და შესაბამისად გარდა ამისა იყო სხვა მტრულად განწყობილი სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხებზე წინსწრები, ზუსტი ინფორმაციის მოპოვება არსებული ძალებისა და საშუალებების გამოყენებით, ამაში ჩვენ ბუნებრივია ვეყნობოდით მათ შორის სხვა უფრო დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო აქტორებს და მათი მხარდაჭერით და მათთან ჩართულობით ზრუნავდით ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაზე. შეძლებს დაგვარად. მრავალსაუკუნოვანი ეროვნული ფასეულობების დაცვა? არ ვიცი, მე მაგ საკითხზე არ მიმუშავია სიმართლე გითხრათ. წარმოგიდგენიათ როგორ მუშაობს ეს სამსახური ამაზე? არ ვიცი, ვერ გეტყვით. კეთილი, ტერორიზმი ახსენეთ და ერთ-ერთი პრეტენზია, ორი მოარული ფრაზაა, რომელსაც დაზვერვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ ვიცი, მე მგონი ყველასგან გაიგონებ, ბევრი ადამიანისგან გამიგონია, მე ყოველ შემთხვევაში. ერთი ეს არის ბოლო ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რატო ვერ დაიჭირა ვერც ერთი და გამოავლინა ვერც ერთი რუსი ჯაშუში და მეორე რაც ტერორიზმთან დაკავშირებულია, როგორ მოხდა, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული და ყველგან ძებნილი ადამიანი, აჰმედ ჩატაევი, რომელიც ფიზიკურადაც გამორჩეული იყო, იმიტომ რომ მას ერთი ხელი და ერთი ფეხი არ ჰქონდა. ქვეყანაში შემოვიდა ისე და ცხოვრობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ სახელმწიფომ ამის შესახებ არ იცოდა, არ ვიცით ჩვენ იცოდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების აღქმა არის ესეთი, იმიტომ რომ ჩვენ გავიგეთ მისი ლიკვიდაციისთვის მოწყობილი ოპერაციიდან რომ ის აქ იმყოფებოდა, ხო? აი ამ მეორე კითხვით დავიწყოთ, ვინაიდან ტერორიზმი ახსენეთ, არ ვიცი, თქვენი სამსახური იყო თუ არა, მაინც ამის სამსახური კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ მუშაობდა და არანაირ შემხებლობაში მაგ კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით არ იმყოფებოდა. ეს შემიძლია დაზუსტებით გითხრათ. ანუ როგორ აღმოჩნდა, აქ ამაზე პასუხიც არ გაქვთ. რაც შეეხება რუსი ჯაშუშების გამოვლენას. რუსი ჯაშუშების გამოვლენა და ზოგადად ჯაშუშების გამოვლენა ეს არის ძირითადი ფუნქცია ამ საკითხში, ეს ბუნებრივი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვერის დეპარტამენტის, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაზვერვის სამსახურის მონაწილეობას ამ პროცესში. გარკვეულწილად წინსწრები ინფორმაციის მიღებას თუ რა ტიპის აქტივობებს გეგმავს კონკრეტული იქ სახელმწიფო საქართველოსთან მიმართებაში და რა ტიპის მექანიზმებს, ან რა ტიპის რესურსებს იყენებს. ჩვენ ზოგადად პრაქტიკაში ასეთ ტიპის ინფორმაცია გვქონია და ბუნებრივია ამას ვუზიარებდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კერძოდ კი კონდაზვერის დეპარტამენტს ზოგადად ქვეყანაში საქართველოში კონცადაზვერო აქტივობაზე პასუხისმგებელი უწყება არის სუსის კონდაზვერის დეპარტამენტი, იგი არის საკვანძო მოთამაშე ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავების და შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების ნაწილში. რუს ჯაშუშებს რაც შეეხება რა შემიძლია გითხრათ, ახლა მაინც და მაინც ძალიან გულწრფელად ვიტყოდ, მაინც და მაინც იმის საჭიროება, რომ კონდაზვერის დეპარტამენტმა გამოავლინოს რომელიმე ქვეყნის ჯაშუში და ეგრევე ხელბორკილი დაადოს და ამხილოს იგი ქვეყნის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რაღაცა განხორციელებად ოპერაციაში. ვფიქრობ, ნაჩქარევი ნაბიჯი იქნება, სასურველია მოხდეს დაკვირვება, გაირკვეს ინდივიდი მუშაობს თუ ჯგუფი მუშაობს, გაირკვეს ის სპეციფიური ტექნოლოგიები, მექანიზმები, რომელიც ძალიან პროფესიულია და ჯობს ამას არ შევეხო, მაგრამ ძალიან საინტერესო და არსებითად მნიშვნელოვანი გრძელვადიანი კონცადაზვერო აქტივობების დაგეგმვის მიზნით და შესაბამისად რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, მით უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კონტრნაბიჯების გადადგმის რესურსი ეძლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვერის დეპარტამენტს. ხელბორკილების დადება ეს უკვე დასკვნითი ეტაპია და უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების ჭრილში შეიძლება განვიხილოთ და შესაბამისად ჯობს კონდაზვერის დეპარტამენტმა განახორციელოს მთელი რიგი ღონისძიებები, ეს შეიძლება იყოს რამოდენიმე წლიანი პროცესი. შეიძლება კი რა ალბათ 99% შემთხვევაში ეს არის გრძელვადიანი პროცესი და მოიცავს საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, კომპონენტების ერთობლიობას. პირადად ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს რაღაცა იქ საკითხი, მე
ძირითად შემთხვევაში უფრო აქტიურად დავაკვირდებოდი და შევეცდებოდი რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მემეღო იმ ფიგურანტებზე, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, იმ ტექნოლოგიებზე, რომელსაც მოწინააღმდეგე სპეცსამსახური იყენებს საქართველოსთან მიმართებაში და შემდგომში უკვე პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში შეიძლება რაღაცა გადავდგავდით კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს არის უსაფრთხოების სამოცანებიდან გამომდინარე, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ თუ კი მე ვარ ხელისუფლება, რომელსაც წლიდან წლამდე ამას მიმეორებენ როგორც ერთ-ერთ პრეტენზიად, ხო? რომ არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოგივლენია. არ ვიცი, მე 7 წელს, მე 10 წელს, მე 12 წელს მმართველობის, ერთი ორს დავიჭერდი ახლა და ამ არგუმენტს გამოვაცლიდი ოპოზიციას. ეთქობა ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს იქით, ასე ვთქვათ, კონცადაზურო რეჟიმში და უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამხორციელებს. და იქნებ საერთოდ არ მიმდინარეობს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მიმდინარეობს? მე შემიძლია თქვა ერთი რამ, ჩემი ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მდებარეობს ისეთ რეგიონში, ჩვენს გარშემო მიმდინარეობს იმდენად საინტერესო პროცესები, შეუძლებელია ამ რეგიონში არ მოქმედებდნენ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახური. გამორიცხულია, დანამდვილებით შემიძლია თქვა, გარდაუვალია, რომ ეს პროცესი საქართველოში მიმდინარეობს და ხორციელდება. ბუნებრივია საქართველოსთან მიმართებაში, როგორც პირდაპირ სახელმწიფოსთან მიმართებაში, არსებობს სხვადასხვა ქვეყნების ინტერესები და მეორე კომპონენტი, რომ შესაძლოა საქართველოს ასევე გამოიყენებოდეს სხვა ქვეყნების მიერ, როგორც ასე ვთქვათ, სამექმედო სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ განახორციელონ გარკვეული ტიპის მეორე ხარისხოვანი მოქმედებები, რომლებიც ბუნებრივია ასევე წარმოადგენს ჩვენი დაინტერესების საკითხს, რათა არ მოხდეს ასე თამაშის წესების დარღვევა და არ დაზიანდეს ორ ქვეყანას შორის ამ რაღაცა სხვა ტიპის ურთიერთობები. იმ სულ რამდენიმე ინტერვიუში თქვენ რაც გაქვთ მიცემული, სულ 2 მაქვს მე ნანახი და მე მგონი მეტი არც არსებობს, ეს არის მესამე. თქვენ ორივე ჯერზე აღნიშნეთ, რომ ქართველი მზვერავები, ანუ ამ სამსახურის პროფესიონალები არიან ის ადამიანები, ვინც ძირითად შემთხვევაში საუკეთესო ხარისხის ექსპერტიზას ატარებდნენ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ეს აღიარებული იყო როგორც პარტნიორების მხრიდან, ასევე შიგნით ქვეყანაში, ხო? მე არანაირი საფუძველი არ მაქვს რომ ამაში ეჭვშევით, ანუ უბრალოდ კითხვა სხვა რამეს ეხება. რამდენად იზიარებდა და რეაგირებდა შესაბამისად სახელმწიფო უწყებები, სხვადასხვა უწყებები იმ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ აწვდით, თქვათ ამ რისკების შესაბამისად, რამდენად თქვენი შეფასებით სწორქმედებებს გამომდინარე იქიდან, რომ დაზვერვის სამსახურის მიერ შექმნილი პროდუქტი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სფეროს და სხვადასხვა სეგმენტებს ეხებოდა, ჩვენი ვალდებულება იყო ეს ინფორმაცია მიგვეტანა შესაბამის ადრესატებთან და გაგვემართა მათთვის თუ საიდან მოდიოდა ეს ინფორმაცია, რამ დასკვნამდე რატომ მივედით, როგორ მივედით და ასე ვთქვათ, ასევე მოგვეთხოვა შემდგომი ნაბიჯებისათვის გარკვეული ლეგიტიმაცია და საჭიროების შემთხვევაში კვლავ უკუგების პრინციპით ეს ინფორმაცია. აგვე რამდენად იყენებდნენ არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე რო ვიყენებდი მე პირადად, ანუ ეს ორგანიზაცია რო იყენებდა ამ ინფორმაციას მისი კომპეტენციის პარალელში ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რამოდენიმე შემთხვევაში უბრალოდ დეტალებში არ წავალ და ვიტყვი, რომ საკმაოდ ეფექტიანად თანამშრომლობდით რიგ სახელმწიფო უწყებებთან გარკვეული ტიპის საფრთხებზე სწორი რეაგირებისათვის. ეს იყო ბუნებრივია პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული საკითხი და ახლა დეტალებში ვერ წავალ, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო საპრევენციო მოქმედებებიც განვახორციელებთ, რათა უფრო მეტი რისკები და გამოწვევები არ გამხდარიყო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების შემდგომი კვლევისაგან. რაც შეეხება ექსპერტიზას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამსახურში დღეს დაკომპლექტებულია დიდწილად მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლებით, მათი შეფასებები ნამდვილად აღიარებულია როგორც რეგიონის მასშტაბში, ასევე საერთაშორისო ნაწილში და მათ შორის ოპერაციების ნაწილში ხვალს მაღალი კვალიფიკაციის, კარგი გამოცდილების, ბრწყინვალე საშემსრულებლო უნარების მქონე თანამშრომლები. მთავარი საკითხი არის, საითკენ იქნება ეს რესურსი მიმართული და რა ტიპის საკითხების გადაწყვეტას დაავალებენ ან ავალებენ დღეს ან სამომავლოდ რა ტიპის ამოცანების გადაწყვეტის წინაშე დადგება ეს ორგანიზაცია. თქვენ ალბათ არიცით, ხო, ახლა რა პრიორიტეტები აქვს ამ სამსახურს შემდეგ თქვენ რაც თქვენ აღარ ხელმძღვანელობთ. ამას ვკითხულობ,
ერთი მოცემულობის გამო, რომელშიც ვართ, იმიტომ რომ არაერთ ადამიანს აქვს აღქმა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ გარემტრებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის საკუთარი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მისდამი კრიტიკულად არის განწყობილი. და ამ ადამიანების წინააღმდეგ უფრო თავდაუზოგავად და ენერგიულად იბრძვის, ვიდრე შეიძლება უცხო ძალების, როგორც მათ უყვართ ხოლმე ამ სიტყვის ხმარება, მათ წინააღმდეგ დამტვრული სახელმწიფოების წინააღმდეგ იჩენდეს ძალისხმევას. ყოველ შემთხვევაში ხილული პროცესი ეგეთია, ხო? თქვენ საქმიანობაზე ეს დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ თქვენი სამსახური იყო უშუალოდ პრემიერთან ანგარიშვალდებული სამსახური, ხო? სხვა უწყებებთანაც გაქვთ თანამშრომლობა და სხვა ფორმატის ურთიერთობა, მაგრამ ანგარიშვალდებულება გაქვთ პრემიერის უწყებასთან, ხო, დაზვერვის სამსახურს აქვს პრემიერის უწყებასთან. აი ამ მიმართულებით გრძნობდით, თქვათ, ინტერესის კლებას გარე ძალებიდან მომდინარე საფრთხეებზე, მეტყურადღებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგვისას თუ შეიძლება. დაზვერვის სამსახურს ძალიან გულწრფელად გეტყვით, დაზვერვის სამსახურს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არანაირი ტიპის ოპერატიულ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. ასეთი ტიპის ამოცანა ამ სამსახურის წინაშე არ იდგა. ეს არის ძალიან მცირე ზომის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ძალიან სპეციფიურ საკითხებზე, მაგალითად ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებულ ძალიან სენსიტიურ საკითხებზე შესაბამისად არც რესურსი ჰქონდა ამ ორგანიზაციას, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური შეხედულებების გამო ცალკეულ სუბიექტებთან ან ობიექტებთან მიმართებაში რამე აქტივობა განეხორციელება, არც ასეთი დავალება ამ სამსახურს არ გააჩნდა. ჩემი ხელმძღვანელობის დროს ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. შეიძლება თქვენ სამსახურს არ გააჩნდა ეს დავალება, მაგრამ ინტერესი იმ დავალებების მიმართ, რასაც თქვენი სამსახური ახორციელებდა, ნაკლები იყო, ვიდრე ქვეყნის შიგნით უკმაყოფილო მოქალაქეებზე დევნა სხვა სამსახურების მხრიდან. აი ამას თუ გრძნობდით. ჩემ სამსახურთან, დაზვერვის სამსახურთან მიმართებაში მე ამას ვერ ვგრძნობდი. ზოგადად ეხლა ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის შიგნით არსებობენ სამსახურები, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი რესურსები გააჩნიათ იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს ეხება. შესაბამისად, ამ დაზვერვის სამსახურის ჩართვა ამ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტაში ალბათ არც საჭიროებას წარმოადგენდა და არც ამის აუცილებლობას, ვინაიდან ეს მოახდენდა მისი მცირე ძალებისა და საშუალებების გადაწყვეტას სხვა მიმართულებით და დააზიანებდა იმ პროცესს, რომლის რეალურ გადაწყვეტაშიც იყო ეს ორგანიზაცია ჩართული. ანუ სანამ თქვენ ხელმძღვანელობდით ამ სამსახურს, თქვენ არ გაგჩენიათ შთაბეჭდილება, რომ ის რასაც აკეთებდით, ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. მე ზუსტად ვიცი, რომ ვაკეთებდი ეროვნულ ინტერესებში შემოვა ძალიან საინტერესო საკითხებს, მე არა. ის გუნდი აკეთებდა, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და სერიოზული გამოცდილების მქონე პირად შემადგენლობა არის დღეს თავმოყრილი ამ კონკრეტულ ორგანიზაციაში. ეს არის თქვენი აღქმა თუ მაგალითად პრემიერის აღქმაც ესეთი იყო? ეს არის ჩემი აღქმა და ეს არის ის დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელთანაც მე მქონდა შემთხვევლობა ამ ორგანიზაციაში მუშაობის დროს. კეთილი. მაშ ვკითხავ ესეთ რამეს. ვინაიდან რუსეთზე და მტრებზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ვიცით, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა როგორც რუსეთის FSB-ს ქართული საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მომხდენი ადამიანი. ასევე ვიცით, რომ როდესაც ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა შეერთებულმა შტატებმა, მაშინაც შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახსენა რუსეთი. მან თქვა, რომ აშშ სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ეს თქვა მან 2024 წლის 27 დეკემბერს. ეს კი ნამდვილად არის, ხო, თქვენი ყოფილი სამსახურის საქმე, რომ სხვა ქვეყნების გავლენები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მთავრობაში შეისწავლოს და იკულიოს, ხო? გარკვეულწილად. ხო. რამდენად ინტენსიურად და სრული დატვირთვით ამუშავებდით ამ მიმართულებას? თქვენ ბევრი ხანი მუშაობდით აქ ხელმძღვანელად შედარებით ნაკლები, მაგრამ თვითონ ამ სამსახურში დიდი ხნის განმავლობაში, ხო? დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. და აი, ამიტომ ვიკითხავ, თუ იცვლებოდა ეს ინტენსივობა ამ მიმართულებით მუშაობის სხვადასხვა წლებში.
მოდით ასე ვთქვათ, რუსეთის სპეცსამსახურების დაინტერესება საქართველოსთან და ზოგადად რეგიონის მიმართ წარმოადგენდა დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთ ასე ვთქვათ, მზარდი დაინტერესების საგანს და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი კვლევის ობიექტი ნამდვილად და შესაბამისად არა მარტო რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დეტალებში აღარ წავალ და შესაბამისად ბუნებრივია, რა ტიპის ინტერესი ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, მათ შორის რუსეთს, ეს იყო ჩვენი კვლევის საგანი. ნამდვილად უნდა გვცოდნოდა შეძლების დაგვარად თუ რა სეგმენტზე გაკეთდებოდა აქცენტი, რა ტიპის მოქმედებას განახორციელებდნენ, რა ძალები და საშუალებები იქნებოდა მათი მხრიდან გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, ზოგადად რეგიონთან მიმართებაში. ეს იყო თქვათ არა დაზუსტებით ჩვენი კვლევის საგანი ნამდვილად. მაგრამ აი მაგალითად ფარცხალაძე რო FSB-ს იყენებდა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, ეს იცოდით მანამ სანამ ეს განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის, რაც იყო საჯარო სივრცეში გავრცელებული აი გასულ წელს, მე მგონი გასულ წელს გავრცელდა ეს ინფორმაცია. მხოლოდ ეს ინფორმაცია იყო ჩემთვის ცნობილი. იგივე ის რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ უცხრიდა ძირ საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს. ეს ალბათ ამ ინფორმაციის ავტორებს უნდა გითხოთ რა იციან ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ნამდვილად ეს ორი წინადადება, როგორც ახალი ამბავი გაიგეთ ისევე როგორც ჩვენ. დიახ. ნამდვილად. კეთილი, მაშ ესე ვიკითხავ, დაზვერვის ის ოფიცრები, ხო ოფიცრები ქვია თუ აგენტები? ოფიცრები. ვინც ღია და ფარული შემადგენლობა შეიძლება ასე ვთქვათ. ხო, იყვნენ ღია და ფარული შემადგენლობის მქონე ოფიცრები. ან დაზვერვის ის ოფიცრები, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ ინფორმაციას, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილზე, არ ვიცი, რომელიმე დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანზე, პრემიერ-მინისტრზე მაგალითად, ხო, მოქმედზე, ან ყოფილზე. ან არ ვიცი რაღაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე, ან თქვენზე, როგორც ყოფილ დაზვერვის, ან ჩემზე, როგორც ჟურნალისტზე, ხო? რომ მუშაობთ უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და მით უმეტეს მტრული, მაგალითად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ ფლობენ ამ ინფორმაციას, რამდენად თავისუფლები არიან, რომ გასცენ ეს ინფორმაცია შიდა სივრცეშიც და მერე სამსახურის უფროსიც რამდენად თავისუფალია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად თუ ნებისმიერ მოქალაქეზე დაზვერვის ოფიცერი მიიღებს ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს მისი კვლევის და ინტერესის საგანს, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია გაუზიაროს თავის ხელმძღვანელობას და მისმა ხელმძღვანელობამ შემდგომში ეს უნდა გაუზიაროს თავის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. თუ საუბარია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტიურებაზე საქართველოს ტერიტორიაზე ან სხვადასხვა ტიპის მოქმედებებზე, შემდგომში ეს ინფორმაცია უნდა გააზიარებული იქნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფონდაზვერვის დეპარტამენტისათვის, ვინაიდან იგი არის პასუხისმგებელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აქტივობების შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაზე. ეს არის კანონის მიხედვით, მაგრამ პრაქტიკაში როგორ ხდება? ოფიცერი ხო ალბათ ფიქრობს, მე რო ვთქვა ყველაზე ძლევამოსილ ადამიანზე, რომ ის მტრის დაკვეთით მუშაობს, რა ბედი მელისმე თუ არ ფიქრობს ამას? მაგაზე მე ვფიქრობ, რომ მაგაზე ინდივიდუალურად კონკრეტულმა ოფიცერმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მე გეუბნებით კანონმდებლობის შესაბამისად, თუ X ადამიანს, X ოფიცერს შეუვა ინფორმაცია, რომ ნებისმიერ აქტივობებზე ეს ინფორმაცია მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ამ ინფორმაციის შესახებ მისი უშუალო ხელმძღვანელობის, სამსახურის ხელმძღვანელისა ინფორმირება და შემდგომში ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმები, ფორმულები, მექანიზმები, როგორც ხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება, დამუშავება, შევსება, ან დადასტურება, ან უარყოფა. რაც უკვე არის შესაბამისი ცოდნის, კვალიფიკაციის და რესურსის მქონე სამსახურების კომპეტენცია. ხო, მაგრამ აი თუ კი მაგალითად თქვენ როგორც სამსახურის ხელმძღვანელი იღებთ პირობითად ჩემგან დაზვერვის ოფიცერისგან ინფორმაციას, რომ პირობითად მოქმედი პრემიერ-მინისტრი დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან, ხო? თქვენ ვალდებული ხართ ინფორმაცია, რომელიც ჩემგან მიიღეთ, მიაწოდოთ პრემიერ-მინისტრს, რომელზეც ეს ინფორმაცია გაქვთ. მაგრამ ის როა საკუთარ თავს ხო არ დასჭის რაღაც ესეთი ფრთიანი ნათქვამი, მაინც საწვდით ამ ინფორმაციას? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საჯარო მოხელები, ჩვენ არა ოფიცრები არიან საჯარო მოხელები და მით უმეტეს საკითხი თუ ეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, აუცილებლად უნდა მოხდეს ამის შესახებ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ინფორმირება.
და თქვენ ვალდებული ხართ თქვათ მთელი ის გზა მოყვეთ, როგორც მიიღეთ ეს ინფორმაცია, თუ შეგიძლიათ ეს თუ იქნება დაინტერესების საკითხი, აუცილებლად, დიახ. ამის რესურსი არსებობს როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოოპერაციის ნაწილში, ასევე არსებობს საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის ნაწილში. პირადად თქვენ სანამ იყავით ამ სამსახურის ხელმძღვანელი, მიგიტანიათ მთავრობის წარმომადგენლებთან ინფორმაცია მთავრობის წევრების უცხოძალებთან თანამშრომლობის ან დაინტერესების ან საფრთხის ქვეშ ყოფნის შესახებ? თავში ვიკავებ ამ საკითხზე პასუხისაგან. ანუ ეს არის თორე არა რო იყოს სიტყვით, რომ სამსახური აქტიურად მუშაობდა იმ საფრთხებზე და გამოწვევების გამოვლენაზე, მასში მონაწილე სუბიექტების გამოვლენაზე, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული შესაძლოა ყოფილიყვნენ. ეს იყო ჩვენი სამსახურის ასე ვთქვათ სტატიკური კვლევის საგანი. შესაბამისად ამ ნაკადში რა ტიპის ინფორმაცია ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ეს ასე ვთქვათ დავტოვოთ ასე ღიად უპასუხოთ. ხო და ეს გავიგო ისე რომ კი, თორე არა რო იყოს სიტყვით, თუ არ გავიგო როგორც კი. კეთილი, მე შემოუბრუნდები კიდევ ერთ პრეს-რელიზს, ძალიან მიყვარს ხელისუფლების პრესამსახურების გამოგზავნილი პრეს-რელიზები. 2025 წლის 31 მარტს, მას შემდეგ, რაც უკვე თქვენმა შემცვლელმა ირაკლი ბერაიამ წარუდგინა პარლამენტის ნდობის ჯგუფს ანგარიში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე დაბადაძემ თქვა ესეთი რამე. დაზვერვის სამსახურს ანალიტიკური და ოპერატიული ინფორმაციის ანალიზის კუთხით სერიოზული სამუშაო აქვს ჩატარებული. მათი ტექნიკური მატერიალური ბაზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ადამიანური რესურსების მიმართულებითაც კვალიფიციური ნაბიჯები გადაიდგა. საბოლოო ჯამში ნდობის ჯგუფის წევრებმა სამსახურის საქმიანობა დადებითად შევაფასეთ. ერთი წელია ხო გასული, რაც თქვენ აღარ ხართ ხელმძღვანელი, ზუსტად ერთი წელია. იცით რა ცვლილებები გატარდა ამის შემდეგ, ან რა საჭიროებები არსებობდა, მე ვიცი დაახლოებით უკანასკნელ წლებში რა ცვლილებები განხორციელდა და ალბათ ეს პროცესი ასე ვთქვათ გრძელდება. დაზვერვის სამსახურს წლების განმავლობაში შეექმნა ბრწყინვალე ინფრასტრუქტურული ბაზა, მათ შორის ახალი ადმინისტრაციული შენობა, გაიზარდა მისი საბიუჯეტო შესაძლებლობები, გაიზარდა ახალი კადრების შესაბამისად გაიზარდა მისი ოპერაციების შესაძლებლობები, გაიზარდა ანალიტიკური ჯგუფის რესურსები, გაიზარდა საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატები, უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა ახალ თაობასთან მუშაობის სპეციფიკა, მათი გადამზადების საკითხები და შესაბამისად სამსახური ყოველწლიურად განიცდიდა რეფორმას, განიცდიდა კარგი გაგებით რეფორმას, იზრდებოდა მისი შესაძლებლობები ყველა მხრივ. მათ შორის საროლგაით არსებული გარკვეული ტიპის რესურსები და ასე შემდგომ, რაც საბოლოო ჯამში ქმნიდა იმ საინტერესო პროდუქტს, რომელიც სამსახურში არსებობდა. ანუ ეს ზრდა, ვთქვათ, ბიუჯეტის იყო წლიდან წლამდე მზარდი თუ ერთხელ გაიზარდა, ორჯერ გაიზარდა? ბიუჯეტი წლიდან წლამდე ზრდადია. და შესაბამისად თუ შევადარებთ დღევანდელ ბიუჯეტს და წარსულ ბიუჯეტს, შემიძლია თქვა, რომ რამდენჯერმე არის გაზრდილი ბიუჯეტი, რაც სამსახურს სწორი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზრდის საკითხი, მათ შორის ტექნიკურ ნაწილში და შესაბამისად შემიძლია თქვა, რომ სამსახური დღეს უნდა გამოიყურებდეს. ანუ ახალი შენობა მხოლოდ ახალ შენობას არ ნიშნავს გაზრდილ ტექნიკურ ახალი შენობა ნიშნავს ახალ სიტყვას სამსახურის განვითარებაში, ახალ თაობასთან, მომავალ თაობასთან, გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, ემოციური ბმის არსებობას. მარტო შენობაზე არ არის საუბარი, აქ არის კიდევ სხვა ტიპის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსების შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებით როლს ასრულებენ საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის ოპერაციების მომზადების ნაწილში, ასევე საუბარი არის ახალ თაობასთან მუშაობის ნაწილში, მათი ტრენინგი, გადამზადება მაქსიმალურად რეალურ გარემოში, მათი ადაპტირება და ასე შემდგომ და რაც ყველაზე მთავარია, კარგი კადრების მოზიდვა, რომელსაც აქვს საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება, რომლებიც სოციალურად უზრუნველყოფილნი არიან და მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ რეალურად კონცენტრირებული იყვნენ სწორი, ასე ვთქვათ, მიზნობრივი პროდუქტის შექმნაზე, რაც მათი პირდაპირ ფუნქცია და მოვალეობაა. ახალგაზრდების დაინტერესება ამ სამსახურით მაღალი იყო? ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ესეთი პრობლემა არსებობს მსოფლიოში, რომ ახალგაზრდა თაობა ძირითადად ბიზნესით არის დაინტერესებული, ვინაიდან შემოსავლების სხვა ტიპის არის, მეტი თავისუფლება, ნაკლები შეზღუდვები, ნაკლები, ასე ვთქვათ, სირთულეები და შესაბამისად ზოგადად არამხოლოდ საქართველოში, სხვა დალაგებულ ევროპულ სახელმწიფოებშიც კი შეინიშნება ნაკლები ინტერესი.
ჩვენ შემთხვევაში იყო პრობლემა, ახალგაზრდა თაობა ჰქონდა ინტერესი, თუმცა მათი შესწავლა დამუშავების და ასე ვთქვათ, სიღრმისეული შეფასების ნაწილში იკვეთებოდა რიგი გარემოები, რომლებიც ჩვენ გვიზღუდავდა მათთან ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. სასურველია, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, უფრო ქმედითი გახდეს. ამ ნაწილში მე მათ შორის ვთვლი, რომ იყო მათ შორის ჩვენი ბრალეულობაც, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვუზიარებდით საზოგადოებას და დაინტერესებულ ჯგუფებს იმ ტიპის ინფორმაციას და იმ ტიპის პერსპექტივას ვაჩვენებდით. ვინაიდან სპეციფიური სამსახურია და ვფიქრობ, რომ თქვა სამსახურის სამომავლო განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საკვებზე კომპონენტი უნდა იყოს სწორედ ეს, რომ სამსახურმა შეძლოს დასაშვებ ფარგლებში სწორი კომუნიკაცია ჰქონდეს მისით დაინტერესებულ საზოგადოებასთან და შესაბამისად გაუზიაროს ის შესაძლებლობები, რაც სამომავლოდ მათ წინაშე შეიძლება გაჩნდეს ცხოვრებაში. რთულია, მზვერავის პროფესია, ალბათ როგორც სხვა პროფესიებიც, მაგრამ ეს მაინც რაღაცა სენსიტურია, უცხო გარემოში მტრის მოწინააღმდეგი ზურგში გარკვეული ტიპის აქტივობებს მოიცავს, რისკის ფაქტორები მაღალია, ემოციური მდგომარეობის სტაბილურობას მოითხოვს, საკუთარი ემოციების მართვის რაღაცა უნარებს მოითხოვს და შესაბამისად გარკვეულწილად როგორ ვთქვა, საკუთარ თავთან მუშაობა დაჭირდებათ იმ ახალგაზრდა კადრებს საკმაოდ ინტენსიურად, რათა ამ გადაწყვეტილების ახსულებაში მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ანუ მარტო ინტერესი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კარგი მარტო ინტერესი ნამდვილად არ არის საკმარისი. ჩვენ მქონდა შემთხვევები, როდესაც საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენთან უნდა მუშაობა, იმ ნაწილთან ჩვენ ვერ თანამშრომლობთ რიგი მიზეზების გამო და ეს დილემა მუდმივად იდგა. არის ხალხი, ვისაც უნდა მუშაობა, მაგრამ არსებობს შიდა რეგულაციები. აი რა არის ეგ წითელი ხაზები, რაც აი ვთქვათ პიროვნულ თვისებებში არ უნდა გქონდეს მზვერავს. ერთი არის ინფორმაცია პიროვნების შესახებ და მეორე არის პიროვნული თვისებები. ამ ორი მოცემულობის შერწყმის შემთხვევაში რაღაც ოქროშუალედს თუ ვიპოვეთ, მაშინ არსებობს პოტენციალი. შეიძლება იყოს ძალიან ასე ვთქვი, ბანალური პიროვნული თვისებები და ვერ ვხედავდეთ ამ თვისებების დახვეწის ან განვითარების პერსპექტივას და შესაბამისად არ ღირდეს ამ ადამიანთან გრძელვადიან თანამშრომლობაში შესვლა, ვინაიდან შერჩევა შესწავლის პროცესი არის მინიმუმ 6-დან 1 წლამდე პერიოდი, შემდგომში მასთან ასე ვთქვათ, თანამშრომლობის დამყარების შემთხვევაში მე რამოდენიმე წელი ხდება ამ ადამიანთან ურთიერთობა, რაცა კარგად შევიცნოთ მისი შესაძლებლობები. ეს არის დაახლოებით 3-დან 4 წელი, შეიძლება მეტიც, გააჩნია რატების ამოცანის გადაწყვეტისკენ ვიდივართ და შემდგომში უკვე შედის და ეს ჯამში არის 5-6 წელი და 5-6 წელი იმუშაო ადამიანთან, რომელიც მე ვთქვათ, დატოვებს ამ სივრცეს და წავალ სამოქალაქო მოძრაობაში, მაღალი რისკის შემცველია. ეს არის, ხო? ამიტომ ჯობია გადაწყვეტილება თავიდანვე მივიღოთ სწორად და დავეყრდნოთ იმ ახალგაზრდა თაობის ან თუნდაც ძველგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომელშიც დარწმუნებული ვიქნებით მაქსიმალურად. ხო და აი ამ 5-6 წლის განმავლობაში ალბათ თუ ერთი და იგივე ადამიანი არ აკვირდება, ხო? ანუ ყველა ახალს თქვენ არ აკვირდებოდით ალბათ, ხო? ანუ სპეციალური ჯგუფი არსებობს, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს სწავლობს ადამიანთა მიმართებაში. და აი რა არის ის თვისება, რაც ძალიან გეხმარება, რომ ამ პროფესიაში დარჩე და აი ის თვისება, რომელიც ნუ აი გამორიცხულია, თუ ეგ გაქვს, ვერ იქნები კარგი მზვერავი. პირველ რიგში ინფორმაცია ადამიანის შესახებ, ანუ ზოგადად რა ტიპის ინფორმაცია არსებობს, რა ტიპის ინტერესებია. ანუ სანდო უნდა იყოს. სანდო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სანდო უნდა იყოს და თავის სამშობლო უნდა უყვარდეს, სწორად აღიქვავდეს. თავის თავში დარწმუნებული უნდა იყოს, უნდა სჯეროდეს, რომ მას შეუძლიათ რაღაცა გააუკეთოს თავის ქვეყანას, ასევე რაღაცა შინაგანი ინტერესი უნდა გააჩნდეს, ჰქონდეს უნარი, რომ იმუშაოს საკუთარ თავთან, რათა საკუთარი თავი თვითონ აღზარდოს ამ პროფესიაში. ჯგუფური მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ემოციების მართვის შესაძლებლობა, თუმცა ეს დასწავლადია, ამის ნელ-ნელა ტრენინგებით შეიძლება და ეს არსებობს პრაქტიკაში და კარგი გამოცდილებაც არსებობდა ამ მიმართულებით, მაგრამ ალბათ შინაგანად უნდა სჯეროდეს, რომ მას ამ ბიზნესში, ამ სფეროში შეუძლია საკუთარი სიტყვა თქვას და შეიტანოს წვლილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. თქვენთან რომ მოვიდეს ახლა მარვიც, თქვენი ახლობელი ბავშვი, შვილი, ძმისშვილი, დიშვილი, მეგობრის შვილი, ურჩევდით ამ საქმეს გაყვა ეს თუ არა? ამ ეტაპზე ურჩევდი, რომ ცოტა თავი შეეკავოს და წაიკითხოს ლიტერატურა, ზოგადად დაზვერვის უსაფრთხოებისა და ზოგადად თანამედროვე ტრენდების
შესახებ ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით? არა, ჯობს სანამ გადაწყვეტს, მანამდე უფრო მეტი ლიტერატურაც აიკითხოს. აი მარტო თქვენი რჩევით არ მიიღოს გადაწყვეტილება. დიახ, აიგოს, იმიტომ რომ ეს ბიზნესის სახეს იცვლის და საკმაოდ საინტერესო ხდება, სხვა მასშტაბებში გადადის და სხვა ინოვაციები ჩნდება და ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივად კარგავს რაღაცა ასე ვთქვათ, მოლეკულებს და ახალ მოლეკულებს იმატებს და შესაბამისად კარგი, სწორედ ამის ახსნა მინდა, რომ თუ გადაწყვიტავს, რომ ნამდვილად ეს ბიზნესი არის ის თემა, რომელიც ჩემი ინტერესის სფეროს არის, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მყარი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი პიროვნული თვისება, თუ ადამიანი ასე სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებებს, მასთან თანამშრომლობა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ სტრესულ გარემოში არავინ არ იცის ეს რა გადაწყვეტილებას აღასრულებს და მიიღებს. შესაბამისად, კარგად უნდა დაფიქრდეს, ცოტა უნდა ვაწვალოთ, რომ მის გადაწყვეტილებაში დაზუსტებით და ჩამოყალიბდეს საბოლოოდ. და მე შემდგომში უკვე შეიძლება მისი აღზრდა მომზადდეს. მედია წვალების ჰუმანური მეთოდები რა თქმა უნდა, და მართლა წვალებას არ გულისხმობს. პირდაპირ გაგებითა ასე პროფესიულ წვალებას. სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას, მისი ხედვების გაზიარებას, ჯგუფური სტრესულ ვითარებების შექმნას, ასე ვთქვათ, მოდელირებული ვითარებების შექმნას, რომ დავწმუნდეთ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად მყარად არის თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული. და შემდგომში ჩავდოთ მასში ინვესტიცია, რომ გავზარდოთ, მოემზადოს და შექმნას ის პროდუქტი და ასევე ხელი შეუწყოს სხვა ადამიანის განვითარებას, მისი თანამეგობრის, მისი რა ვიცი, ვინც არის ის იქნება. აი ჯგუფური მუშაობის უნარი ახსენეთ და სულ მაინტერესებს ხოლმე ისეთ სამსახურებში, სადაც ერთი მხრივ გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ის რომ გამოცდილმა ხალხმა დამწყებებს მთელი ეს ცოდნა გადასცენ, რაც შეიძლება წიგნებში ვერც კი ნახონ და სპეციფიკის და ადგილის და ვითარების შესაბამისად კონკრეტულ ადამიანებს აქვს დაგროვილი და მეორე მხრივ შეიძლება არსებობდეს, არ ვიცი, ეჭვიანობა თუ ესე უხეშად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ახალი მოდის და უფრო მოქნილი და სმარტია და ჩემზე სწრაფად აითვისებს რაღაცეებს და ჩემ ადგილს დაიკავებს და ყველაფერს არ ვასწავლი. ნამდვილად ვადასტურებ ასეთი ხო, აი ფაქტორების არსებობას, ასე ვთქვათ, იმ სოციუმში და არ მგონია რომ ხო, აქ როგორ არის აი ბალანსის დაჭერა, რომ თან გაზიარდეს ეს გამოცდილება და თან ეს ეჭვიანობაც არ იყოს, არ ვიცი, ხელის შემშლელი ფაქტორი, იმიტომ რომ ესეც ხო ბუნებრივი რამეა. ეს არის მენეჯერების, ეს არის პირველ რიგში ძველი თაობის წარმომადგენელთა სუფთა ადამიანური პასუხისმგებლობა, რომ მათ ხელი შეუწყონ საკუთარი გამოცდილების, არა მარტო თეორიული, პრაქტიკული ცოდნის გადაზიარებას ახალი თაობისთვის. ისინი უნდა გახდნენ ერთი კონკრეტული მისიის, ერთი კონკრეტული ამოცანის თანაშემსრულებლები. ბუნებრივია ეს არსებობს არა მარტო სპეცსამსახურებში, დიდ კორპორაციებში, დიდ კომპანიებში, ეს სუფთა პიროვნული თვისებებია და უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობა, ფსიქოლოგის მონაწილეობა, ეს რაც არსებობს პრაქტიკაში არსებულია ჩვენ დაზვერვის სამსახურში და შემდგომში რაღაცა რა ვიცი, სწორი მენეჯმენტი პლუს იმის შერჩევის დროსაც ხომ უნდა მიექცეს ყურადღება რა ტიპის ღირებულებებზე დგას ადამიანი და რა არის მასში, ასე ვთქვათ, საკმაოდ. შესაბამისად რთულია, თუმცა ეს ის არ არის, რაც მარტო სპეცსამსახურებს ახასიათებს, ეს ზოგადად საჯარო და არასაჯარო სივრცეში ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია და სწორედ რომ მენეჯერის ამოცანა არის, რომ იყოს ჩართული ამ პროცესში. ჩვენი ტიპის ორგანიზაციებში საკმაოდ ადგილი უკავიათ ფსიქოლოგებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ოპერაციამდელ პერიოდში, ოპერაციის მომზადების დროს და ოპერაციის დასრულების შემდგომ თანამშრომლებთან იზიარებენ მათ წუხილებს, ტკივილებს, უწევენ კონსულტაციებს და მათ შორის სპეციალური ასე ვთქვათ, ტრენინგებიც არსებობს აქ მიმართულებით. ანუ ეს არის რაღაცა, როგორ თქვა, ანუ რაღაცა იდენტიფიცირებული პრობლემა, რომელთან მუშაობაც იცის. რა თქმა უნდა, ძველი თაობა და ახალი თაობა მუდმივად განსხვავებული ხედვებით გამოირჩევიან და მენეჯერის ამოცანა არის, რომ ეს თაობები დააწყვილოს და შექმნას კარგი პოტენციალი იმისათვის, რომ თეორიული ცოდნა ჟინი, რაღაცის გაკეთების სწრაფვა, პრაქტიკული გამოცდილება და თქვათ, დაგროვილი გამოცდილება იყოს შერწყმული და კონცენტრირებული ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებაში. გადასარევი. მე მინდა და თქვენ გამეკო კონკრეტული დეტალები, ოღონდ არ ვიცი ამისი თქმა შეგიძლიათ თუ არა. მაგალითად, დაახლოებით რამდენი ადამიანი მუშაობს ამ სამსახურში, რამდენი მილიონია მისი ბიუჯეტი. რამდენ ქვეყანას ფარავს ოპერაციებისთვის ერთი წლის განმავლობაში. მოდი ასე ვთქვათ, რამდენი თანამშრომელი მუშაობს სამსახურში არის სახელმწიფო საიდუმლოება, მაგ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. რამდენი ფსიქოლოგი მუშაობს, ამასაც ვერ იტყვით. რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით. რა სახელმწიფოებს ფარავს და როგორ ფარავს, ეს არის კონკრეტულად
სამსახურის მიერ, მისი მენეჯმენტის მიერ მომავალი წლის გეგმაში ასახული ამოცანებიდან გამომდინარე, აღნიშნე ინტერვიუს მსვლელობის დროს, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, სტატიკური ამოცანა, რომ კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობთ 20 წლის განმავლობაში, ასე არ დგას. ეს საკითხები იცვლება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული გამოწვევებისა და თუ სირთულეების მიხედვით. არის ძირითადი საკვანძო საკითხები, რომელზედაც მუდმივად ორგანიზაცია მისი არსებობის დღიდან მუშაობს, თუმცა პერიოდულად რაღაცა ტიპის საკითხები ემატება, აკლდება. რომელ ქვეყნებს ფარავს ვერ გეტყვით ბუნებრივი. რამდენს? რამდენიმე ათეულს, იმიტომ რომ რამდენის მიხედვით მე საშუალოდ შესაძლოა გამოითვალოს რა ხდება, როგორ ხდება. ფიქრობ, ასე ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ სამსახურის შესაძლებლობები იზრდება, ეს არის ძალიან კარგი. ბიუჯეტი? ასევე საიდუმლოა, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. მაშ რამდენ ქვეყანას ფარავს, ესე ვიკითხავ, იქნება ესე უფრო მეტი გავიგო. მტრულ ქვეყნებში უფრო მეტი დატვირთვით მუშაობთ თუ მეგობრულ ქვეყნებში? გააჩნია ამოცანას. აუცილებელი არ არის მაინც და მაინც მტრულ ქვეყნებში მუშაობ იმისთვის, რომ შენი ამოცანების გადაწყვეტა შეძლო. მეგობრულ ქვეყნებში შეიძლება მტრები შეგხვდეს? რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება. კეთილი. მე ესეთ ხრიგს მივმართე. ვინაიდან მივხვდი, რომ თქვენ რიგ კითხვებზე ღიად პასუხისგან თავს შეიკავებდით. მან შემდეგ რაც ჯეოკეისის მრჩეველი გახდით, რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეთ, რომელიც ძირითადად დაზვერვას ეხება და შევეცადე ამ წერილებში ავმეკითხა ის პრობლემები, რომელიც თქვენი აზრით აქვს ამ სამსახურს და გამოწვევები, მაინც პრობლემებიც არა. ყოველ შემთხვევაში მე ესე წავიკითხე ეს ტექსტები, სულ 4 ბლოკია და მადლობა ამისთვის. ნახოთ, აბა რამდენად სწორად ვიპოვე საკბილოები. მოკლედ, ამ წერილებში, რომელშიც თქვენ წერთ, სხვა წერილიდან სხვა ნაწილი ამოვიწერე. მაგალითად, ერთ-ერთი, რასაც ამბობთ, გამოწვევებზე საუბრისას არის, რომ ქართულ რეალობაში ზედმეტი ბიუროკრატია დაზვერვის სამსახურში იწვევს მართვისა და გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას და რეალური ინფორმაციის დამახინჯებას. დიახ. შეგიძლიათ ეს უფრო ცლად აგვიხსნათ? ზოგადად ამ საქმიანობას ახასიათებს ნაკლები ბიუროკრატია ჩვენს რეალობაში. ეს ასე უნდა იყოს და მე ვთვლი, ჩემი სუბიექტური ხედვა, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ ორგანიზაცია არის ძალიან პატარა და ასე ვთქვათ, შიგნით ძალიან ბევრი სახელმძღვანელო რგოლის არსებობა აზიანებს შემსრულებელსა და გადაწყვეტილების მიღებს შორის სწრაფ და სწორ კომუნიკაცია. აქ ჩვენ როდესაც საუბარი არის მწვავე ოპერაციებზე, განსაკუთრებით ოპერაციების ნაწილში, აქ თითოეული საათი, წუთი ან კონკრეტული წამი შეიძლება იყოს გადამწყვეტი. შესაბამისად, დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა შესაძლო ვერსია ოპერაციის დაწყებამდე განიხილება და ასე ვთქვათ, ის ოფიცერი, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილე არის და იღებს მონაწილეობას, მან დაახლოებით იცის რა ტიპის განვითარება შეიძლება მოხდეს მის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. თუმცა, როდესაც ხელმძღვანელის იმედი ან მენეჯერის იმედი არსებობს, გარკვეულწილად ეს მისი ემოციური, მორალური, ვთქვათ, პროფესიული სიმყარის ერთ-ერთი კომპონენტი. ამიტომაც ვამბობ, რომ ნაკლები ბიუროკრატია, სწორი მენეჯმენტი, დეპარტამენტის დირექტორები თუ დირექტორატის ხელმძღვანელები უნდა იყვნენ ის ფიგურანტები, რომლებიც დაგეგმავენ, განახორციელებენ და აღასრულებენ იმას, რასაც თვითონ დაგეგმავენ. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები იქნება ბიუროკრატია, მით უკეთესი შედეგი მიიღება, იმიტომ რომ ამ სამსახურს ზედმეტი ბიუროკრატია დაუყვას, ეს არ არის ასე თქვა. ანუ ეხლა თქვენ რო დატოვეთ ეს სამსახური, ჯერ კიდე ჭარბი ბიუროკრატია დაინჯავდა ამ შორის მე მგონი ამ ტიპის ცვლილებები ამ სამსახურში ჯერჯერობით არ განხორციელებულა, მე როგორც ვიცი, ახლა დასაშვებარლებში და შესაბამისად ეს სისტემა აწყობილია იმ მოდელი და ისე განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც აქამდე იყო და შესაბამისად თვლი სპეციფიკიდან გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაციასთან ადამიანთა წვდომის საკითხი არის შეზღუდული და მკაცრად რეგულირებადი, რაც უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს სენსიტიური ინფორმაციასთან წვდომა, მით უფრო გარანტირებული არის გარკვეული ტიპის უსაფრთხოების საკითხები. შესაბამისად, მაგ ვერსიას ამგაგიტომაც ვემხრობი. კეთილი, შემდეგი პრობლემა, რომელიც მოვინიშნე, იყო ის, რომ სადაზვერვო სამსახურები არ უნდა იქცნენ პოლიტიკური პროცესის ნაწილად, ამ სფეროს ეფექტიანად ფუნქციონირებას განაპირობებს მისი დეპოლიტიზაცია, სამსახურების შიდა პარტიულ პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირადი ინტერესებისგან დისტანცირება. არსებობდა ამის საფრთხე?
მაგაზე გიპასუხეთ, რომ ჩემ შემთხვევაში არ იყო და ეს საპრევენციო ხედვა არის და სასურველია, რომ ეს სამსახური პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცეს. ხედავთ ამის საფრთხეს? არაფერი არ არის გამორიცხული. კეთილი. საზღვაო სამსახურები დიდ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდნენ აგენტურული ქსელის გაფართოებას. დაზვერვის უწყებებმა უნდა განავითარონ აგენტურული ქსელები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მრავალმხრივი სანდო და სპეციფიკური წვდომა ინფორმაციასთან. არ ვიცი, 10 ქულიდან 10 რო ყველაზე მაღალი იყოს ჩვენ აგენტურულ ქსელს, რამდენად დამაკმაყოფილებლად ჩათვლით, რამდენად კარგად ფარავს იმ ტერიტორიებს და გამოწვევებს. მაგ სფეროში დამაკმაყოფილებელი არ ვიცი, ალბათ როდის შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი გიჩნდება და მეტ აქტივობებისკენ, ასე ვთქვათ, მიიწევ. თუმცა უნდა არსებობდეს რაღაცა გონივრული ზღვარი და არსებობს შესაბამისად რამდენად ღირს გარკვეული ტიპის ნაბიჯების გადადგმა, გარკვეული ოპერატიული პოზიციების სადღაც შექმნა, იმის და გათვალისწინებით თუ ეს პროცესში ჩავარდა რა ტიპის რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაცია და ქვეყანა. ზოგადად პრაქტიკაში მიღებულია, რომ დაზვერვის სამსახურის ჩავარდნები იწვევს საერთაშორისო სკანდალებს. ანუ ეს არ არის ისეთი თემა, სადაც უკვე სკანდალების შემთხვევაში უკვე პოლიტიკური ფიგურანტები იღებენ ამ ტიპის ფიგურები იღებენ მონაწილეობას და მათი მეშვეობით ხდება დალაგება, ასე ვთქვათ, საკითხის. შესაბამისად იმდენი უნდა გქონდეს რისი დაცვის და აღსრულების რესურსებიც გვექნება რა და გააჩნია. უბრალოდ ახასიათებს ამ ორგანიზაციას ასეთი რამ, როდესაც უფრო მეტი ინფორმაცია შემოდის, მით უფრო მეტი კითხვა ჩდება. აზარტული საქმეა. ხო, უფრო მეტ კითხვას, უფრო მეტი ამოხსნა სჭირდება, უფრო მეტ ამოხსნა სხვადასხვა ტიპის აქტივობა სჭირდება. აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც ადამიანური რესურსი, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ტექნიკური აქტივობა. შეიძლება იყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება რაღაც კონკრეტული მიმართულებით. შეიძლება იყოს შიდა ორგანიზაციების ჩართულობის მხარდაჭერის მიღება, რათა რაღაც კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული. შესაბამისად, იმდენი უნდა შევქმნათ, რაც იმ კონკრეტულ მომენტში სჭირდება ორგანიზაციას. ზოგადად გრძელვადიანი პროექტები ახასიათებს დაზვერვის სამსახურს, რომელიც მოიცავს მრავალწლიან შრომას. და ეს შედეგი შეიძლება დადგეს 10 წლის თავზე, 15 წლის თავზე, ან და ამ კონკრეტულ ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველოა, არსებული გამოწვევების შესაბამისად, ამათ ბალიან შკალაზე აგენტურულ ქსელს რამე ქულას არ დაუწერთ? არა, ვერ დაუწერ. 5-ის ზემოთ თუ 5-ის ქვემოთ? 5-ის ზემოთ, რა თქმა უნდა. 5-ის ზემოთ, კეთილი, ესეც პასუხია. მე ხო თქვი, რომ ჩვენი ორგანიზაციის შეფასებები და ანალიზი იყო საკმაოდ საინტერესო. ეს გვანუგეშებს ადამიანებს, იყო საკმაოდ საინტერესო და აქ არ არის მაინც და მაინც კონკრეტული ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაღაც ერთ კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნილი რაღაცა სისტემა. შეიძლება იყოს წლების განმავლობაში გამოცდილებიდან, ცოდნიდან, პარტნიორების ხარდაჭერით შექმნილი რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილება და შესაბამისად ჩემი პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ამ სამსახურის პროგნოზების შეფასებები ნამდვილად იმსახურებდა მაღალ მოწონებას. თქვენ სკანდალები და ჩავარდნილი ოპერაციები ახსენეთ, ამის შესახებ ჩვენ არასოდეს არ გაგვიგია, ალბათ არც უნდა გაგვეკო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ არ გქონია წარმოუდგენელი. თუ დაზვერვის სამსახურში არ არსებობს სკანდალი და არ არსებობს ჩავარდნა, ეს უკვე ყველაზე დიდი ჩავარდნა, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე რაღაცა პრობლემები როცა არსებობს, ეს ამ ორგანიზაციას ამყოფებს ასე ვთქვათ, მობილიზებულ მდგომარეობაში და უფრო აქტიური არის საკუთარი უსაფრთხოების და საკუთარი ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაში. ბუნებრივია იყო ჩავარდნები, ბუნებრივია იყო პრობლემები, იყო მაღალი რისკები, ეს არის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი ამ ორგანიზაციისა. თუ ამ ტიპის რისკებთან გამკლავების საფრთხეები არსებობს, მაშინ ამ ბიზნესში ჯობია არ იყო და გაერიდო და წახვიდე მაგალითად რამე სხვა ისეთ ბიზნესში, სადაც ასეთ ტიპის მოქმედებებთან სწორი რეაგირების რესურსი არ გაგაჩნია. მაგრამ უსაფრთხოების ინტერესები გულისხმობს იმას, რომ არ გაიგოს საზოგადოება ამის შესახებ. იმიტომ რომ ეს არის მაინც სენსიტიური საკითხი, ეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თემას, ეხება ძალიან სპეციფიურ თემატიკას და სჯობს ჯელტმენური შეთანხმების ფარგლებში დარჩეს საკითხი, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ზოგადი პროფესიული განხილვის სფეროში ვთქვათ, როგორ არის 10-დან რამდენი შემთხვევა შეიძლება იყოს ჩავარდ ნორმა რა შეიძლება იყოს 10-დან რამდენი შემთხვევაში ჩაგივარდება. ესეთი ციფრი არ ვიცი, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩავარდეს 10-დან 10 და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩავარდეს 10-დან 1.
შესაბამისად ასე თქვა საშუალო არითმეტიკული ციფრის თქმა, თქმია, ესე თავში ვიკავი და ძალიან გამიჭირდება ამის თქმა. ზოგადად ადრე თუ გვიან რაღაცა პროცესები ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. ეს დამოკიდებულია ასევე შენი მოწინააღმდეგე გექვეყნეს კონცადაზურო რეჟიმი როგორია, რა სივრცეში ოპერირებ, რა ტიპის მოქმედებებს ახორციელებ და აქედან გამომდინარე გააჩნია სად მუშაობ, რა სივრცეში, რა არის შენი სამიზნე აუდიტორია, რა ჯგუფებთან მუშაობ და ასე ციფრი კონკრეტული ეს ალბათ ვერ გაზომადი არის ეს ამბავი. გავიგე. მე გავაკეთებ პატარა განცხადებას, ჩემი კითხვებიდან რამდენიმე დამრჩა, მაგრამ თუ ჩვენ არაჩვეულებრივ აუდიტორიას კითხვები აქვს, იჩქარეთ YouTube-ზე, მოგწერეთ ლაივის კომენტარებში, ამ ჩემ რამდენიმე კითხვას რო ჩავამთავრებ, ჩავიხედავ კომენტარებშიც და ისარგებლეთ ამ შემთხვევით, თუ კი გაქვთ კითხვები. რაღაც კითხვები უკვე მოსულა გადასარევი. და აქვე გამოიწერეთ ჩვენი არხი, ეს ძალიან გვახარებს, როცა მომხმარებელი გვემატება და გვემატება. კიდევ ერთი რაც იყო, ხო ეს მე მგონი შიდა სტრუქტურული განაწილების ამბავი იყო, მაგრამ საინტერესო წინადადებებად მივიჩნია და ამასაც წაკიკითხავთ, ეს თქვენი ტექსტია. არსებითია საინფორმაციო ანალიტიკური დანაყოფების ჩართულობა და დაუშვებელია მათი ქცევა სხვა დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის სტატიკურ აღმწერებად ან ვიზუალურ გამფორმებლებად. სამსახურებს უნდა ყავდეთ ანალიტიკოსები, რომლებიც შეძლებენ მონაცემთა სწორი კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის განხორციელებას. მათ უნდა გააჩნდეთ კრიტიკული აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი და შესაძლებლობა და ანალიტიკოსების როლი სადაზვერვო სამსახურების საქმიანობაში განუსაზღვრელი. ანუ არსებობს ეს პრობლემა, რომ გადამწერები და ვიზუალური განფორმებები იყო ეს პრობლემები ადრე იყო, ბუნებრივია ხა ხო არ დავიწყოთ იმაზე საუბარს, რომ ეს რა თქმა უნდა ეს ასე იყო. წარსულში იყო და სწორედ ამოცანა იმაში მდგომარეობდა, გუნდის პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ ხარვეზები დაგვენახა, ამ ხარვეზების გადაწყვეტის გზები, სწორი გზები მოგვეძებნა და ვფიქრობ, რომ დღეს მდგომარეობით ეს საკითხი გადაწყვეტილია. ზოგადად დაზვერვის სამსახურში დღეს არ ვიცი, მე შემიძლია ვთქვა, როგორ იყო წარსულში. ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, კონკრეტულ სტრატეგიას განსაზღვრავდა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ გარკვეული მიმართულებით საქმიანობა არის გასააქტიურებელი, იმიტომ რომ აქ არსებობს ბერი კითხვის ნიშანი, რაღაცა საკითხები ამოწურვადია და პრაქტიკულად ამოწურულია. მოგეხსენებათ 21 საუკუნეა, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს საჯარო სივრცეში და შესაბამისად ამ საჯარო სივრცეში არსებული არაკონფიდენციალური ინფორმაციის სწორი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გარკვეული საინტერესო დასკვნების გაკეთება. მინიმუმ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ვთქვათ პირდაპირ ჩვენი სამიზნე აუდიტორია და სამიზნე ტარგეტი არ არის რა და შესაბამისად ღია სივრცეში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ჩვენ განსასწრაფდით სად სჯობდა სპეციფიური რესურსების მიმართვა, რათა ის კითხვის ნიშნები ამოხსნილიყო და შევსებულიყო გარკვეულწილად ინფორმაცია. 100%-იანი საინფორმაციო დაფარვის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სენსიტიური, ძალიან სპეციფიური ინფორმაცია სადაზვერვო ორგანიზაციაში შეიძლება იყოს 7-8%, დანარჩენი არის კარგი ექსპერტების, კარგი ანალიტიკოსების, კარგი პარტნიორების მეშვეობით შეკრული რაღაცა ხედვა, მოსაზრება, რომელიც საჭიროებს რაღაცა კომპონენტების ფაზაში ჩამატებას. მე ვერ მომითმინე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე მანამდეც კითხეთ, მაგრამ აქაც მონიშნული მაქვს, იმიტომ რომ მგონია ეს ფორმულირება, რაც თქვენ გქონდათ ამ ერთ-ერთ სტატიაში, საინტერესოდ იკითხება. საერთაშორისო თანამშრომლობების გარეშე მივიღებთ იზოლაციისკენ მიმავალ სადაზვერვო სისტემას, რომლის ქმედუნარიანობა აუცილებლად შემცირდება დროთა განმავლობაში და ეტაპობრივად იქცევა სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფ დახურულ ორგანიზაციად. ამ მდგომარეობაში კი სისტემა ორიენტირებული იქნება საკუთარი სუსტი მხარეების დაფარვასა და ქვეყნის შიგნით პირობითი ძლევამოსილების წარმოჩენაზე. ამ საფრთხის წინაშე ვართ ახლა? სრულიად ვაგებ მაგ სიტყვაზე. კი, შესანიშნავი ფორმულირება. ანუ დაზვერვის სამსახურისათვის საერთაშორისო თანამშრომლობა არა სურვილი, არამედ ვალდებულება. ამის გარეშე ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად ვერ ფუნქციონირებს და ასე რაღაც იზოლირებული პატარა ჯგუფი გახდება, რომელიც შეეცდება თავისი არსებობა გაამართლოს სხვადასხვა ფორმებით, მექანიზმებით და ამის რესურსი არსებობს, როდესაც საქმე ჭკვიან ხალხს ეხება, ჭკვიანი ხალხი ყოველთვის პოულობს სწორ გამოსავალს თავის გადასარჩენად. შესაბამისად
ცალსახად შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა ეს არის საკვანძო მიმართულება დაზვერვის ორგანიზაციისათვის, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა, თანამედროვეობაში არსებული, ასე თქვათ, პრინციპი და ეს პრაქტიკა რეალურად იძლევა ჯერ ამყარებს ნდობას ქვეყნებს შორის, უწყებებს შორის, ინდივიდუალურ დონეზე ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს და სენსიტიური საკითხების, რაც არასაჯაროა, რიგი საკითხების გადაწყვეტა პერსონალური ურთიერთობებით არის შესაძლებელი, ხელს უწყობს სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკის, პოლიტიკის ნაწილში და პლუს ეს არის როგორ თქვა რა, ჰაერი მაგ ორგანიზაციის განვითარებისათვის. კეთილი. მაშ გადავალ რაც შემდეგ. უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი ეყოლება ორგანიზაციას, რომელიც არის დამკვიდრებული ცივილურ დემოკრატიულ საწყისებზე, მით უფრო მალე განვითარდება ორგანიზაცია, მით უფრო მალე შეუწყობს ხელს იმ ამოცანების გადაწყვეტას და ქმედით როლს შეასრულებს იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში მისი კვლევის საგანს წარმოადგენს და იქნება რესპექტაბელური რეგიონში. და იმის საფრთხე არ გიგრძნიათ იმ წლების განმავლობაში, რაც აქ განსაკუთრებით ხელმძღვანელის როლზე კი არა და რა ქვია, პოსტზე მუშაობდით, რომ თქვენი ხედვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისა და ხელისუფლების ხედვა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მიფიქრია. და რა მოიფიქრეთ მერე? როდესაც ეს საკითხი გახდა, ასე თქვა, მსჯელობის საგანი და გარკვეულწილად ჩვენი ხედვები არ დაემთხვა რაღაც საკითხებში, დავტოვეთ ამდებობა და წამოვედი. ანუ მანამდე არ ყოფილა ეს. მანამდე მე პირდაპირ გეტყვით, რომ საკითხი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ინდივიდუალურად ტექნიკურ საკითხში შეიძლება იღებდეს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას, მისი სტრატეგია, სამსახურის განვითარების ხედვა რეგულირდება სხვადასხვა ტიპის რეგულაციებით, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებით. ეს არის ანგარიშგების ნაწილი, ეს არის ნებართვების აღება, აგრეთვე და ამ ნებართვებზე ანგარიშგება, შესაბამისად ეს ყველაფერი არის გაწერილი კაცრი რეგულაციებით და შესაბამისად მოქმედებით მაგ ნაწილში. როდესაც გაჩნდა საკითხი, რომ გარკვეულწილად უნდა გადახედილიყო რაღაცა საკითხები და მე ამაში მონაწილეობას არც ვაპირებდი და ვერ მივიღებდი მონაწილეობას შესაბამისად. მე დავეზუსტებ ყველა იმ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, რაშიც დაზვერვის სამსახური მონაწილეობს და ყველა საიდუმლო ოპერაციაში ან მისიაში, რომელსაც შეიძლება ახორციელებდეს, წინ სწრებით არის პრემიერი ინფორმირებული, ხო? აუ ნებართვა გჭირდებათ ამაზე. რა თქმა უნდა. აუ თუ ამბობს რომ არ მინდა ეს, იმას ვერ აკეთებთ, რაც არ უნდა მნიშვნელოვნად მიგაჩნდეს. ახლა საერთაშორისო თანამშრომლობა ეს არის, ასე ვთქვათ, მოქნილი პროცესი. ჯელტმენური შეთანხმება შესაძლებელია პარტნიორთან, რომ არსებობს რიგი საკითხები, რაც მოდის წინააღმდეგობაში იმ კონკრეტულ მომენტში სამსახურის თუ ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან, შესაბამისად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ასე ცხარე დისკუსია ან ჯელტმენური დისკუსია, რაც რისი გაკეთების რესურსიც არსებობს და მიზანშეწონილობა არსებობს, შეიძლება გაკეთდეს. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის ასე ვთქვათ სასურველი პროცესი, რომელშიც შენ შეგიძლია მიიღო ცოდნა გამოცდილება და შენი აგური დადო, შეგიძლია გაემიჯნო ამ პროცესს. ეს ამას ნუ შევხედავთ ასე როგორც სიტყვაზე კრიტიკული საჭიროება, რომ შენ მაინც და მაინც უნდა იყო ამ პროცესის მონაწილე. შენი ინტერესებიდან გამომდინარე წვეთ შეგიძლია იყო, შეგიძლია არ იყო. არა, ამას მე მგონი ხელისუფლება გვიხატავს ესე, რომ პარტნიორები რაღაცებს გვაიძულებენ და დალიგვითრევენ სასურველია, როგორც აღვნიშნე, რამდენიმე წუთის წინ სასურველია, რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ვყავდეს. აუ ჩვენივე ინტერესში შედის პატარა ქვეყნის ინტერესში. ეს ჩვენი ინტერესში ნამდვილად შედის, იმიტომ რომ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სადაზვერო და უსაფრთხოების სფეროში მყარი, სანდო და თქვათ გასაგები ენაზე კომუნიკაცია დიდწილად ამყარებს მათ შორის დედაქალაქებს შორის ურთიერთობას, მათ შორის პოლიტიკურ წრეებს შორის ურთიერთობას და ის რისი გადაწყვეტა ან საჯარო თქმაც შეუძლებელია, ეს მიღებული პრაქტიკა, ასე ვთქვათ, ფარდებს მიღება მუშაობის ნაწილში და შეგვიძლია მათ ლავირება ეს სპეცსამსახურების და განსაკუთრებით დაზვერვის ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, პირდაპირ ამოცანა. ეს თქვენი ოსტატობის საქმეა, ხო? თქვენი ოსტატობის და მოხერხების ამბავია. თანამშრომლობაზე არ მიგულისხმია ეს იმპერატიულობა, აი ოპერაციაზე თქვა, თუ ფიქრობთ, რომ სადღაცა
გასაგზავნი გყავთ ხალხი, მისია გასაგრძელებელია, იქ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ და ასე შემდეგ. თუ პრემიერი ამბობს, რომ ეს არ მინდა, რაც არ უნდა თქვენ ფიქრობდეთ, რომ ეს გარდაულად საჭიროა. ანუ ეს ყველა ტიპის მოქმედება, როგორც აღნიშნე, არის გარკვეული დოკუმენტებით გამყარებული პროცესი. თუ ამასთან დაკავშირებით არ არსებობს შესაბამისი ნებართვა და სანქცია, ამას ბუნებრივია ვერ გარისკავს, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, ფინანსური რესურსების მობილიზებასთან. ეს არის მკვეთრად გაწერილი, ცხადზე უცხადესად არსებული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების დაცვა არის სავალდებულო. მაგისთვისაც არსებობს სამსახურის ხელმძღვანელი, მაგისთვისაც არსებობს შიდა სამსახურული რეგულაციები, მაგისთვის არსებობს ეს ასე ვთქვათ სახელმწიფო ვერტიკალი. მაგის გარეშე შევძლებთ თქვენ ამბობთ არალეგალურ ოპერაციებზე, ასე ვთქვათ. არა, არალეგალურს ალბათ არ ატარებს დაზვერვის სახელმწიფო სამსახური. ხო, ანუ ჩემნაირი არაპროფესიონალისთვის რო ცხადი იყოს, ყველა ის ოპერაცია, რომელსაც ოპერაციას დავარქვი, ხო, ოპერაცია თქვი, ყველა ის ნებისმიერ ტიპის აქტივობა. კი ბატონო, რომელსაც დაზვერვის სამსახური ახორციელებს, წინასწარ არის შეთანხმებული და დადასტურებული პრემიერის მხრიდან. შეთანხმებული, დადასტურებული და ჯდება სამსახურის მიერ წარსულში ან სამომავლოდ დაგეგმილი ხედვის და სტრატეგიის ნაწილში. ეს კონკრეტული აქტივობა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მომეტებული რისკები, დიდი გამოწვევები, შესაძლო საფრთხეები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში და პარალელურად ეს არის ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და პლუს ფინანსური რესურსები. და თქვენ ამბობთ, რომ ესეც სწორად მესმის, ხო, რომ ბოლო პერიოდამდე, ანუ 2024 წლის გაზაფხულამდე, სანამ თქვენ არ დატოვეთ ეს თანამდებობა, მანამ არ ქონდათ შეუთავსებლობა თუ შეუთანხმებლობა თუ მიუღებლობა ამ პრიორიტეტების შეთანხმების პროცესში დაზვერვის სამსახურის მიერ წარსულში გაწეული ნებისმიერი მოქმედება ეს ეხებოდა ოპერაციების ნაწილს, საინფორმაციო ნაწილს, მის ინფრასტრუქტურის განვითარებას, საკადრო პოლიტიკას თუ ასე შემდეგ, იყო პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული და მათი მხარდაჭერილი პროცესი. გასაგებია. ახლა გადავალ საგარეო კურსზე, იმიტომ რომ ისევ ერთ-ერთი თქვენი წერილის ფრაზაა, რომ თანამედროვე მსოფლიოში სადაზვერვო სამსახურები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საგარეო ურთიერთობებში და მათ საერთაშორისო ურთიერთობებში უხილავ მმართველობათაც აქცევსო. საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ხო, რასაც ჩვენ ვუყურებთ შეწყვეტილი და გართულებული ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორებთან. შეიძლება რომ მათ შორის არა მხოლოდ მარტო დაზვერვის სამსახურს ალბათ ვერ მივაწერთ ამ ცოდვას, მაგრამ მათ შორის დაზვერვის სამსახურის მარცხათაც განვიხილოთ? ზოგადად ქვეყნის მარცხად შეგვიძლია განვიხილოთ და ვინაიდან დაზვერვის სამსახური მათ შორის ერთ-ერთი შემადგენელია ამ ყველაფერს დიდი სისტემისა, რა თქმა უნდა. თუმცა თუ იქნება ნება დაზვერვის სამსახურს ნამდვილად აქვს რესურსი, რომ ეს პროცესი სასარგებლოდ შემოატრიალოს და გააბას, ან განაახლოს, ან გააფართოვოს მისი თანამშრომლობა დასავლურ ორგანიზაციებთან და მერწმუნეთ, რომ სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში ძალიან ეფექტიანად შეიძლება ამ რესურსის გამოყენება ეროვნულ ინტერესებში. როგორც ყოფილი საჯარო მოხელე, ბევრი წლის სტაჟით, ამ ქვეყნის მარცხს, როგორც ახლა თქვენ უწოდეთ, როგორ უყურებთ? აი ემოციურად, არ ვიცი, თუნდაც არა ემოციურად, როგორი მდგომარეობა. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი წინაპრების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე და ეს არის ერთადერთი გზა, ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რათა ქვეყანამ შეძლოს სწრაფად და სწორი მიმართულებით განვითარება და საკუთარი მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და მათ შორის საკუთარი უფლებების დაცვა ზოგადად მსოფლიოში. გამოსავალზე ფიქრობთ ამ ჩიხური ვითარებიდან და პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ვართ? სუბიექტური პოზიცია გაგიზიაროთ? ხო, ესეც საინტერესოა. რა თქმა უნდა ვფიქრობთ, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანს გარკვეული წვლილი მიგვიწვევს იმაში, რომ დღეს სახელმწიფო აქამდე მოვიდა, რაღაცის გაკეთება ალბათ შეგვეძლო, ალბათ რაღაცას დავაკელით და სამომავლოდ ყავს მომავალი თაობა, ყავს შვილები, ყავს ოჯახები და შესაბამისად ჩვენი ამოცანა არის გადავდგეთ კიდევ უფრო მყარად რიგი ნაბიჯები, რათა ის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს ურყევი და შესაბამისად ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანი ინდივიდუალურად. როდის დადგება ეს დრო, როცა მოbrunდება? მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ეგ დრო დღესაც არსებობს და ყველანი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით იყოს განვითარების სწორ გზაზე.
გადავალ აუდიტორიის კითხვებზე, თუმცა ჩემი რამდენიმე კითხვა მაქვს დარჩენილი. აქვე კიდევ ერთხელ ვინც გვეყურებთ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო მოგწეროთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები. 2024 წელს რომ არ გაეშვათ თანამდებობიდან, დღესაც კობახიძის სამსახურში იქნებოდა. ჩემი აზრით, ფრჩხილებში იქნებ კითხოთ მზვერავს, როდის მიხვდა რომ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას გადაუხვია. გვერდასახელი არ ჩანს, ინიციალებით არის Z. მე როდის მივხვდი? ხო. პროექტინეული პროცესი იყო ის, რაც შემდგომში განვითარდა, ეს იყო მაგალითად ეგრეთ წოდებული რუსული კანონის თემატიკა, რომელმაც საკმაოდ მძიმედ დააზიანა ჩვენი ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან. პირველივე ჯერზე, შემდგომ მეორე ჯერზეც იყო საკმაოდ მძიმედ დააზიანა ამ პროცესმა ჩვენი ურთიერთობა პარტნიორებთან და 28 ნოემბრის განცხადება იყო, ვფიქრობ, ერთ-ერთი დამაზიანებელი გარემოება იმისა, თუ რა ტიპის პერსპექტივები შეიძლება გაჩენილიყო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ნაწილში. კეთილი. კიდევ ერთი კითხვა იყო, რომელიც რაღაც ცოტამ გამიქრა. მანამდე იყო დისკუსია ყოფილი კოცი ხართ თუ არა, ანუ ერთი ამბობდა რომ ყოფილი მზვერავი არ არსებობსა და მეორე უპასუხა რომ არც ყოფილი კოცი არ არსებობსა და იქვე ვიღაცამ დაგიცვათ რომ არასოდეს არ ყოფილა კოციო, ამ ჟარგონს რო ხმარ ყოველ ჯერზე მე ხამუშება კოცის თქმა, მაგრამ ნუ ესე წერენ ეს ადამიანები, მე რაღაცათომ ბოლო ორი კომენტარი გაქრა და არ ვიცი. გაქვთ რამე კომენტარი იმაზე, თქვენს ყოფილ კოცობასზე ან არა კოცობასზე. უხერხული კითხვა. შევხედოთ Facebook-საც. ო, წაიშალა ბოლო ორი კომენტარი, აგერ პროდიუსერმა დამიდასტურა. ხო, თამარ ნერგაძე კითხულობდა იმას, რაც პრინციპში ვიკითხე, რუსი ჯაშუშები რატო ვერ გამოავლინასო და Instagram-ზე შევხედავ broadcast channel-ში არის თუ არა კითხვები, აქაც არ არის. კეთილი, მე ბოლოს ვიკითხავ, მე მგონი ბოლოს ამით რთულია კონსენსუსი იმ პოზიციაზე კადრის შერჩევისა, რომელსაც თქვენ იკავებდით, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა დროის განმავლობაში იყავით მოვალეობის შემსრულებელი, ხო, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში. ლევან იზორია, რაც წავიდა ელჩად ამის შემდეგ. და მაშინ მედია, არა ჩვენ, მაგრამ სხვა ჩვენი კოლეგები, საუბრობდნენ იმაზე, რომ ოცნება ვერ ახერხებს ერთ კანდიდატურაზე შეთანხმებას და შეჯერებას. ანუ მე რომ ნახეთ, რომ თქვენ დაინიშნეთ, ხო, ღარიბაშვილი იყო ის პრემიერი, რომელმაც ხელი მოაწერა თქვენ ამ პოსტზე დანიშნას. რთული შესათანხმებელია ზოგადად ეს პოსტი? პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში მეკითხებით თუ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას? არ ვიცი, რამდენად რთული შესათანხმებელია, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. მე გეტყვით, მე ჩემ ნაწილში როგორ იყო, ზოგადად შედგა შეხვედრა, განვიხილეთ, ეხლა გარკვეულწილად გარკვეული ტიპის გამოცდილება არა მარტო დაზვერვის, ასევე უსაფრთხოების ნაწილში გამაჩნდა. მე რო დავინიშნეთ დაახლოებით 7 წელი უკვე ნამუშევარი მქონდა დაზვერვის სამსახურში სხვადასხვა მიმართულებებზე, შედგა გასაუბრება, მოისმინა პრემიერ-მინისტრმა ჩემი ხედვა სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით და შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება. ეს იყო მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება შესაბამისად. მანამდე როგორც მოვალეობის შემსრულებელი მე ასევე აქტიურად თანამშრომლობდი საკანონმდებლო ორგანოსთან და მათ შორის აღმასრულებელი ორგანოს ცალკეულ შტოებთან. შესაბამისად თუ რას აკეთებდა ეს სამსახური და როგორი მენეჯმენტი იყო ამ სამსახურში, გარკვეულწილად პოლიტიკური გუნდისთვის იყო ცნობილი და აუ რატო თუ მაინც თქვენ განიხილებოით ამ სამსახურის ხელმძღვანელად დიდი ხანი თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი 20 დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში. არ ვიცი, ეს იყო იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის პოზიცია, იმიტომ რომ უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, მის მოადგილებსაც ნიშნავს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად ეს იყო იმ დროინდელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ისევ და ისევ არაპროფესიონალებმა ეს როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ ამ სამსახურის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობდა ფაქიზად არჩევდნენ ადამიანს, ვინც ხელმძღვანელებდა თუ პირიქით ინტერესი მინელებული იყო და ბარემ მოვალეობის შემსრულებელი არის და ხელმძღვანელი რატო ვეძებოთ, ესე შეიძლება გავიგოთ ეს წელიწად. მაგ დროს მე როგორც მახსოვს COVID პანდემიის აქტიური ფაზა იყო, როგორც მახსოვს ხო და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაახლოებით იგივე ინტენსივობით იყო, რაც მაგალითად წელიწად ნახევრის წინ, იმიტომ რომ ეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა იყო და შესაბამისად ეროვნული შრომის საბჭოსთან ჩვენი კოოპერაცია
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობები და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ზუსტად იგივე ფორმატში მიმდინარეობდა, როგორც შემდგომში. თუ რატომ არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვერ გეტყვით, ეს ძალიან სუბიექტურია შესაბამისად. ორგანიზაცია განაგრძობდა ფუნქციონირებას, მუშაობდა. COVID პანდემია როგორც სხვა სფეროებისთვის ჩვენთვისაც საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა, იმიტომ რომ არ შეამცირა შეამცირა ავიძალების მუშაობის მოქმედებები. შეამცირა როგორც ავიძალების, ასევე ჩვენი მუშაობაც, იმიტომ რომ ეს იყო ასე თქვათ მოულოდნელი ამბავი, შეგვიქმნა გარკვეული პრობლემები, სამსახური უფრო მეტი იზოლაციისკენ წავიდა, თუმცა მადაც მოიძებნა გამოსავალი და ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტი პროფესიულ ჭრილში და პროფესიული თვალსაზრისით მოგვცა ჩვენ ახლებურად დაგვანახა გარკვეული ტიპის პრობლემატიკა. ბოლო კითხვა ის არ აღმოჩნდა, სხვა აღმოჩნდა. ცვლილებები, რომელიც ახლა მე მგონი აღარ არის ესეთ აქტიურ დღის წესრიგში, მაგრამ განიხილებოდა, ხო? და ეს არ არის ახალი დისკუსია, პრინციპში ძველი, კარგად დავიწყებული დისკუსიის გაცოცხლებაა. გულისხმობ იმას, რომ დაზვერვის სამსახური შესაძლოა თუ არა გახდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი. ესეთი იდეაც იყო მით უმეტეს ჩვენი ამ საუბრის წინა რამდენიმე კვირაში ცვლილებები მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ახალი ხელმძღვანელი ყავს მასაც და ამ ცვლილებების შემდგომ იყო ეს იდეა გაჟღერებული, თუმცა მე დიდი განვითარება არ მოყოლია, მაგრამ ვიცით თქვენი პოზიცია არ ხართ დიდი ენთუზიასტი ამ ცვლილებების, არ უყურებთ ამ დიდი გადაწყვეტილებას. ხო, აი რატო? თუ კიდე დადგება დღის წესრიგში რა არგუმენტი უნდა ამ გქონდეს სამსახურს პირველ რიგში დამოუკიდებლად ფუნქციონირების და საკუთარი ამოცანების გადაწყვეტის პრინციპი ბრწყინვალე შესაძლებლობები აქვს, ეს არის სპეციფიკაში განსხვავებული ბიზნესი, ნამდვილად განსხვავებული თემა, გარკვეულწილად კონცადაზრო აქტივობას გავს, ოღონდ არის რაღაცა ნაწილი, რომელიც ქმედითი ნაწილია და მას განასხვავებს კონცადაზრო აქტივობებისგან. შეიზღუდება საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატი, იმიტომ ქართულ რეალობაში ჩვენ ვიცით ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება მსგავსი პროცესების მიმართ. ასევე გაჩნდება ნიჰილიზმი პირად შემადგენლობაში და იმ სოციუმში, რომელიც დღეს იქ მუშაობს, მუდმივი რყევა არის მათთვის ძალიან პრობლემური. ჩვენ გაგებით უნდა შევხვდეთ ახლა ინდივიდების ამ დამოკიდებულებას. რატომ მუდმივი ერთხელ შეირყევა? არა, 2017-ში იყო. არა, 2017-ში იყო ამის ცდელობა. ერთხელ შეირყევა, მოდით ასე შეირყა. მაშინ ვერ შეირყა. ასე მოდი ასე ვთქვათ. ერთ რყევას გადარჩა, ერთი რყევა. 2004-შიც იყო მიერთებული რამოდენიმე თვის განმავლობაში და ამ მიერთებამ გამოიწვია ის, რომ მისი ასე ვთქვათ ოპერატიული შესაძლებლობები, მისი ძალები და საშუალებები პრაქტიკულად განულდა, ისე ასე ვთქვათ, და სამსახური გახდა ხელახლა საწყობი. ამის რისკი დღეს იქნება თუ არა ძნელი საქმე, იმიტომ რომ ზოგადად რთულია თქვა, თუმცა ამის ალბათობა არსებობს და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიდეთ ქართული რეალობიდან ის ორგანიზაცია, სადაც ამის მიერთება ხდება ცალკეული დეპარტამენტის სახით თქვა. ის ორგანიზაცია არის ძალიან ძლიერი ორგანიზაცია და იგი შეეცდება რომ ეს ორგანიზაცია შეიწოვოს და მას დამოუკიდებლად ფუნქციონირების რესურსი შეუზღუდოს მაქსიმალურად და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი და იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას გადაიფიქრებენ. ნახოთ. ეხლა დროებით შეჩერებულია, მე როგორც ვიცი და ეს გამოწვეულია თვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი ცვლილებებით და ხა ამისთვის ალბათ ნაკლებად ძალიან იქაცილებით სხვა ტიპის საკითხები იქნება გადასაწყვეტი. დაველოდოთ შემდგომ განვითარება. მაგრამ თუ ხელისუფალი ვარ, რომელსაც მინდა რომ შეიძლება ნაკლები დამოუკიდებელი ორგანიზაცია არსებობდეს და მეტი ორგანიზაცია, სადაც მეტი პოლიტიკური გავლენებია, მაშინ ძალიან მისასალმებელია ალბათ ეს გადაწყვეტილება, არა, იმიტომ რომ სუსში პოლიტიკურ გავლენებზე მეტი გვსმენია, ვიდრე დაზვერვის სამსახურში პოლიტიკურ გავლენებზე. მაშინ თუ ხელისუფლების ეს გადაწყვეტი ჩვენ როგორც თქვათ ამ სფეროს წარმომადგენლებს და გარკვეულწილად ამ საკითხში ჩახედულ საზოგადოებას, საექსპერტო საზოგადოებას, გვაქვს უფლება რომ თქვათ ჩვენი მოსაზრება, ჩემი პერსონალური ხედვა ამ საკითხის მიმართ ასეთია. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ეს, გააკეთონ და დაველოდოთ შემდგომში მოვლენების შემდგომ განვითარებას. ძალიან საინტერესო იქნება მიერთების შემთხვევაში დავინახოთ რა ტიპის ფუნქციის და ამოცანის შესრულებას დაეკისრება კონკრეტულად ამ დანაყოფს და ასე შემდგომ და ზოგადად რა ტიპის რეფორმები ჩატარდება, როგორი იქნება ახალგაზრდა თაობის და ასე ვთქვათ მომავალი თაობის დამოკიდებულება ამ სუში ინტეგრირებულ დეპარტამენტთან თანამშრომლობის შესახებ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ანუ აქედან როგორც ექსპერტს ეს არის ჩემი ხედვა. ვფიქრობ, რომ ალბათ
სამოქალაქო სივრცეში მყოფი საექსპერტო საზოგადოების გარკვეული ნაწილი იზიარებს ამ ხედვას და ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ნახოთ. მე მაინც ვემხრობი, ორგანიზაცია იმსახურებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია მის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა შეძლების დაგვარად და ბუნებრივი ეს არის დამსახურება იმ ხარდაჭერისა, მატერიალურ, ფინანსური თუ სხვა ტიპის ხარდაჭერისა, მაგრამ ორგანიზაციამ ეს დაამტკიცა. შესაბამისად, ჩვენნაირი ქვეყნის პირობებში, იმ გამოწვევის პირობებში, რა პრობლემების წინაშე დგას საქართველოს, სასურველია დაზვერვის სამსახური იყოს გაცილებით უფრო დამოუკიდებელი, გაცილებით უფრო მეტი გონივრული რესურსების მქონე ორგანიზაცია და მას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს მთელი რიგი საინტერესო საკითხები. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის ინფორმაცია და ის დაგროვილი გამოცდილება, რომელიც ამ ორგანიზაციაში მუშაობის დროს მე მქონდა. სამწუხაროდ მე დეტალებში ვერ წავალ, მაგრამ ამ ორგანიზაციას მის საზოგადოებას, რომელიც ამ ორგანიზაციაში არის დასაქმებული, ნამდვილად აქვს საკმაოდ დიდი საინტერესო და ძალიან კვალიფიციური გამოცდილება. გამოწვევები ვახსენეთ ძალიან ბევრჯერ კონკრეტიკის გარეშე. მე მესმის, რომ თქვენ ფრთხილობთ და პრინციპში გასაგებია ჩემთვის, რატომაც შეიძლება ფრთხილობდეთ კონკრეტიკისგან, იმიტომ რომ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავება მესმის, რომ არ არის კარგი საქციელი. რაც შეიძლება აზიანებდეს ქვეყნის თუ კონკრეტული ჯგუფების ინტერესს, მაგრამ მაინც არ ვართ ხო მარტივ მდგომარეობაში, ყველანაირი კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ შინ თუ გარეთ. კონკრეტულად რამდენიმე გამოწვევა, რომელიც საქართველოს სასიცოცხლოდ უდგას დღეს, შეგიძლიათ როგორც ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანმა დაასახელოთ, აი ტოპ 5 განსაცდელი, რომელიც ჰიბრიდული აქტივობა, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის წინაშედაც სახელმწიფო არა მარტო დღეს, წლების განმავლობაში იდგა და ალბათ მომავალშიც იდგება. რუსეთის მხრიდან. დიახ, რა თქმა უნდა, ასევე აქ სახელმწიფოს მხრიდან არსებული გარკვეული ტიპის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში, ტერორიზმი, ეს არის გამოწვევა, რომელსაც ვერასდროს ვერ გავექცევით და ეს მზდადი და განვითარებადი გამოწვევა და კონკრეტულად ამ კონკრეტულ მოცემულობაში ეს რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი გლობალური პრობლემა, რომელიც მართლაც საკმაოდ საფრთხილო და ძალიან სკრუპულოზურ მედგომას საჭიროებს კონკრეტულად უსაფრთხოების ნაწილთან დაკავშირებით. და დაანჩენია ძალიან ბევრი გამოწვევა. ჩვენთან მიმართებაში ბუნებრივი არსებობს ინტერესი, არსებობდა და იარსებებს ინტერესი და სწორედ ამიტომაც დაუბრუნდები ძველ თემას, რომ ამიტომაც გვჭირდება მოქნილი, სწორი, არაპოლიტიკური სპეციალური სამსახურები, რომლებიც ზუსტად დაიჭერენ ამ გამოწვევას და სწორ ნაბიჯებს გადადგნენ ამ საკითხებთან. უკრაინა-რუსეთის ომზე ვიკითხავ, ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ოფიციალურად პოლიტიკური პოზიცია, ხო? ამ ომის პრინციპში დასაწყისიდანვე და რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დამძიმდა და ახალი შტრიხები შეიძინა. ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს რამდენად შეესაბამება? ეროვნული უსაფრთხოების ამოცანები, მე როგორც ვიცი, ამ ეტაპზე დამუშავების, კვლავ დამუშავების პროცესია. მე არ წამიკითხავს რამე სიახლე ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი გაგებით ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებს. საინტერესო კითხვა. ხო იცით რა არის ეროვნული უსაფრთხოების ჩარჩო, რომელთაც ხელმძღვანელობთ ალბათ გარკვეულწილად ვეჯდება. ალბათ. ამაზე გქონდათ საუბარი, აფრთხილებდით? რა თქმა უნდა. და მიმღებლობა როგორი იყო? ადეკვატური. ეს მოდათ, მაგრამ აგრძელებდნენ იმას, რასაც აგრძელებდნენ. ყოველ შემთხვევაში ადეკვატური ჩვენ ახლა პირდაპირ ვიტყვი, რომ დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ რომ ამ თავისუფალ რეგიონში მიმდინარე ამ უბედურების შესახებ სწორი და მაქსიმალურად დასაშვებ ფარგლებში ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება და დამუშავება იყო და შესაბამისად ეს ეგზავნებოდა ყველა ადრესატს, რომელიც ამ საკითხით იყო დაინტერესებული რა და ქონდა ინფორმაციები, ქონდა გამოწვევებზე ინფორმაციები, ქონდა იმ წუთიერ მომლენებზე დამატებითი ინფორმაციები, ახმაც იყო ადეკვატური, თუმცა ხა პოლიტიკური განცხადებები როგორ იყო მაგაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს და. მაგრამ ამ საფრთხეებში ალბათ არ იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა. მე არ მსმენია მას საკითხთან დაკავშირებით არაფერი პირადად. აუ თქვენ მიწოდებული ინფორმაცია და დაყრდნობით ეს არ გაჟღერებულა. არა.
და ეს დაზუსტებით გითხრათ. ეს რო უსაფუძვლო ინფორმაცია იყო დაზვერვის თვალსაზრისით, ეს ალბათ გითხრათ. არ ვიცი, შეიძლება რამე სხვა წყაროებიდან არსებობდა ეს ინფორმაცია. ჩვენ ორგანიზაციას ამ ტიპის ინფორმაცია ნამდვილად არ გქონია. Deep State-ზეც ალბათ არაფერი არ მიგიწოდებიათ, სადამ იყავით. მე არა. ეს შედარებით ახალი ამბავია. გლობალური ომის პარტიაზე? არც მაგაზე. კეთილი, იმ საკითხი ჩვენი კვლევის საგანი ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ხო, და თქვენ რეალში არ კვლევის საგანი იყო ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. რა ტიპის ძალები და ორგანიზაციები, ინდივიდები მოქმედებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობდა არაღიარების პოლიტიკის ხარდაჭერა, რა ტიპის ტერორისტული საფრთხეები იყო და შესაბამისად მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ორგანიზაციას აქვს ძალიან სენსიტიური, ძალიან სპეციფიური საკითხები. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, ვერაფერს ვერ გიპასუხებ. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა უკრაინის ომი და მთელი პოლიტიკური კრიზისი და ასე შემდეგ, რაშიც ახლა დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, როცა ვემზადებოდი ამ თქვენთან შესახვედრად, გადავაწყდი დაზვერვის სამსახურის YouTube-ის არხზე 2014 წელს მომზადებულ გრაფიკულ საინფორმაციო შემეცნებით, თუ არის მამოტივირებელ ვიდეოს, სადაც ამ სამსახურის ფუნქციებზე არის საუბარი გამოწვევებზე და ესეთი 10-12 წუთიანი ვიდეოა, რომელიც პრინციპში დაინტერესებულ ადამიანს ბაზისურ ინფორმაციას მიაწვდის. საყურადღებოდ რაც მომეჩვენა ამ ვიდეოში იყო ის, რომ მაშინ სახელმწიფო ამბობდა, რომ ჩვენი დაზვერვის იდეალი, რომელსაც სასურველია ქართული დაზვერვა და ემსგავსოს, არის ისრაელის დაზვერვის სამსახური, რომელიც ასევე პატარა ქვეყანაში შეუძლებელს ახერხებს და ასე შემდეგ, ხო? გახსოვთ ეს დრო და ეს განწყობა? რამე გაკეთდა 2014 წლის ჩანაწერზე გაქვთ თქვენ 2014 წლის ვიდეო რგოლია. დიახ, ალბათ 2014 წლის მოვლენებს ასახავდა 2014 წლის ვიდეო რგოლი. მას შემდგომ მაგ ორგანიზაციაში რა თქმა უნდა გახორციელდა ძალიან ბევრი რეფორმა, ეს როგორც აღნიშნე, ინფრასტრუქტურა, რესურსები, ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური შესაძლებლობები და მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობა. ვემსგავსებოდით თუ არა ისრაელის დაზვერვის სამსახურს, რთული სათქმელია, თუმცა ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, რომ დამსგავსებოდით. კეთილი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ველოდი თქვენთან საუბარი. გამონაკლისია, როცა დაზვერვის სფეროდან ადამიანები საუბრობენ და ვისურვებდი მეტი ესეთი სტუმარი მყოლოდა, ვნახოთ აბა სხვა ესეთი თანამდებობის მქონე ადამიანები რამდენად დაინტერესდებიან ჩვენთან საუბარში. პრინციპში ჩვენ ღია ვართ, რომ მოქმედი ხელმძღვანელი სამსახურის იყოს ჩვენი სტუმარი და სიამოვნებით მოусმენდით მასაც. დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. მე რამდენიმე ტექნიკურ განცხადებას აუცილებლად გავაკეთებ, იმიტომ რომ გვჭირდება გამომწერები YouTube-ზე, ამიტომ გამოგვიწერეთ, თუ ჯერ კიდე არ გამოგიწერიათ ჩვენი შესანიშნავი არხი. Spotify-ზე ვიკრებთ კომუნას და შეგიძლიათ თუ გიყურებას მოსმენა გირჩევნიათ. იქაც შემოგვიერთდეთ და Instagram-ზეც broadcast channel-ი აქვს რადიო თავისუფლება სპეციალურად ამ პოდკასტის და იქაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. მადლობა ვინც გვიყურეთ, შემდეგ უკვე ჩანაწერის ყურება შეგიძლიათ. კითხვებისთვისაც მეც ვისურვებდი, მაგრამ რაც იყო მე მგონი ყველა წავიკითხე. ხო, ახალი კითხვა არ არის. ესეთი იყო დღევანდელი საღამო, ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო კვირაში, ისევ სამშაბათს 21 საათსა და 50 წუთზე და დროებით.